მოგესალმებით, ჩვენი კომისია აგრძელებს საჯარო სხდომის ფორმატში მუშაობას. ჩვენ დღეს ორი პირი უნდა გამოვკითხოთ. მათ შორის ყველაზე მეტი ინფორმაციის მატარებელი თავისი პოლიტიკური წარსულიდან იმ პერიოდში 2003-2012 წლებში ხმალა მოღებული აქტიური ოპოზიციური საქმიანობიდან გამომდინარე ძალიან საინტერესო უნდა იყოს ბატონი ჯონდო ბაღათურიას მოსმენა, რომელსაც ვთხოვთ, რომ შემობრძანდეს დარბაზში. მას ბევრი რამ აქვს სათქმელი პირველ რიგში პოლიტიკური ოპოზიციის მდგომარეობის შესახებ იმ წლებში, თუ რამდენად ძნელი იყო ყოფილიყავი ოპოზიციაში და მით უმეტეს როდესაც საპარლამენტო ოპოზიცია გერქვა, მობრძანდით ბატონო ჯონდი, როგორ ბრძანდებით? მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის, გთხოვთ დაბრძანდეთ. ჩვენ დღეს სავარძელი ასე განვათავსეთ, ვინაიდან ბატონმა ჯონდომ შეგვატყობინა, რომ მას აქვს არაერთი მასალა, ვიზუალური მასალა, რომელიც სურს, რომ ეკრანის საშუალებით გაგვაცნოს. ასევე მოწვეულია ახსნა განმარტებაზე ბატონი ჯუმბერ ბუზალაძე, რომელიც დარბაზში შემობრძანდება. მოგესალმებით ბატონო ჯუმბერ, როგორ ბრძანდებით? დაბრძანდით თუ შეიძლება და დათქმულ დროს თქვენ რასაკვირველია მოგეცემათ სიტყვა. ბატონო ჯონდი, პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. თქვენთვის ამ შენობაში ყოფნა უცხო არ არის, რბილად რომ თქვა და არაერთ ქარტეხილს, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს ქვეყანას თავს დაატყდა, თქვენს თავზეც გადაიარა ამან, როგორც მაშინდელი მოწვევის პარლამენტის წევრმა. სანამ თქვენ შემობრძანდებოდით, მე ვიხსენებდი იმ დროს, როდესაც არაერთი ადამიანი, პოლიტიკოსი ქუჩაში იდგა და იქიდან აპროტესტებდა იმ რეჟიმს და ცდილობდა მის დანგრევას. ამ ეგრეთ წოდებულ ქუჩის ოპოზიციას, როგორც მაშინ დაგვარქვეს 2010 წლის მაისიდან შეუერთდი მეც და თქვენ ამ დროს ბრძანდებოდით არაერთი წლის განმავლობაში პარლამენტში და პარლამენტის შიგნიდან ცდილობდით რეალური ოპოზიციის ღირსეული როლის შესრულებას და ჩვენ გვახსოვს ის ყველაზე ცნობილი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კადრიც, როდესაც ანგარიშის წარსადგენად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მობრძანებულმა მიხეილ სააკაშვილმა, როდესაც თქვენ მას დაუსვით რეალური კითხვები მისი ოჯახის, მისი დედის, მისი კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით, ის დარბაზიდან გაიქცა. ეს დღეს შეიძლება ჩანდეს ახალგაზრდებისთვის ვსაუბრობთ ჩვენ ამ წუთში. რა მოხდა შემდეგ მე ასეთი, რომ ოპოზიციონერი ადგა მივიდა ტრიბუნასთან და პრეზიდენტს მიუთითა სერიოზულ ფაქტებთან დაკავშირებითო, მაგრამ კონტექსტი უნდა შევახსენოთ ყველას. მაშინ პარლამენტში სულ 4-5 თელ შემადგენლობაში 4-5 მერე ფრაქცია შეიქმნა, შესაბამისად 6 წევრი იყო, რომელიც მართლაც რეალურად მოწოდებული იყო ბრძოლისკენ. იყო ასევე ოპოზიცია, ეგრეთ წოდებული დანიშნული ოპოზიცია, რომელიც სააკაშვილმა შექმნა. ჩვენ ინფორმაციაც გვაქვს, რომ ვანო მერაბიშვილი ბიზნესმენებს როგორ ზოგიერთს ედენებოდა იმ დანიშნული ოპოზიციისკენ, რომ ისინი დაეფინანსებინათ. ზუსტად ვიცით ის ბიზნესები, რომლებიც იძულების წესით სწორედ ქრისტიან-დემოკრატების ხელმძღვანელს აფინანსებდნენ, ბატონ გიორგი თარგამაძეს, რომელიც ახლა გამოდის და დიდი ჟურნალისტის სახით გვევლინება და ამ კომისიაზე ჯერჯერობით ვერ ბედავს მოსვლას. ამიტომ არის თქვენი და იმ 5 პირის როლი გამორჩეული იმ პარლამენტში. ჩვენ თქვენ გადმოგცემთ სიტყვას და კორუფციულ გარიგებებზე რო ისაუბროთ, ვინაიდან მაშინ გაიქცა სააკაშვილი სხდომის დარბაზიდან და ახლა დადგა ის დრო, როდესაც თქვენ სრულყოფილად შეგიძლიათ ისაუბროთ და ამ საუბრისას ჩემი თხოვნა იქნება, რომ სწორედ თქვენი როგორც ოპოზიციონერის
რთულ მდგომარეობაზე, რომ ისაუბროთ მაშინდელ პარლამენტში. გთხოვთ. გაფრთხილება უნდა გავაკეთო, მადლობა ბატონო ალექსანდრე, მადლობა ბატონო თენგიზ. თქვენ არ გაქვთ უფლება და თუ ამის უფლებას თავს მიცემთ, არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებული. განზრახ ცრუა ხსნა განმარტებისთვის, კითხვებზე უარისათვის და ასევე პასუხისთვის თავის არიდებისთვის. და ამის დასტურად გთხოვთ მოაწეროთ ხელი თქვენს წინ მდებარე დოკუმენტს და შეუდგეთ თავისუფალ რეჟიმში თხრობას, რისთვისაც გამოგიყოფთ 15 წუთს. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო მთლიანად კომისიის შემადგენლობის მიმართ, თქვენს მიმართ, ქალბატონო თავმჯდომარე, თითოეული წევრის მიმართ. ბატონო? ხო. თითოეული წევრის მიმართ პატივისცემას ვადასტურებ და საქმე, რომელსაც ეს კომისია რომელიც ამ კომისიამ უნდა გააკეთოს, ჩემს აზრით არის ძალიან მნიშვნელოვანი. არა მხოლოდ მორალური თვალსაზრისით, ამას მორალური მნიშვნელობაც აქვს, არამედ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. მასალები, რომელიც მე წამოვიღე და კომისიას მინდა წარუდგინო, არაჩვენებს ერთი კონკრეტული დანაშაულის, მხოლოდ ან თქვათ ერთი კორუმპირებული პრეზიდენტის ან მისი ოჯახის კორუმპირებულობას, რაც თავისთავად ცხადია სამარცხვინოა ისედაც. მასალებში ჩანს ხელისუფლების ყველა შტოს უკანასკნელი სტადია ხრწნის სისტემური დანაშაული. როცა დანაშაულში ჩართული არის ყველა და ყველაფერი, რაც კი სახელმწიფოსთან არის გაიგივებული. ანუ დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც შექმნა პრეზიდენტმა თავის გუნდთან ერთად. რაში ჩართულია სასამართლო სისტემა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საჯარო რეესტრიც კი ჩართულია კორუფციაში და კორუფციის გადაფარვაში. დედა, მამა, სიდედრი, ცოლი, მედია, როგორ მონაწილეობდა მედია, თან ეს ყველაფერი არის მტკიცებულებებით წარმოდგენილი, მე ასე იგი ამით პრეამბულას დავამთავრებ, რისი თქვაც მინდოდა და ალბათ დავიწყებ ყოველ შემთხვევაში, მოდი დავიწყებ იმით, რა შემოსავლებით დაიწყო სააკაშვილმა და მისმა ოჯახამ მისი პრეზიდენტობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რითი დაიწყეს და როგორ მოხერხდა მისი პრეზიდენტობის ვადაში მილიარდების დაგროვება ძირითადად სახელმწიფო ქონების ხარჯზე, თუმცა არ მხოლოდ სახელმწიფო ქონების ხარჯზე, ჩემი აზრი კი არა, ნამდვილად ასეა, არამედ რიგითი ადამიანების ძარცვის პირდაპირ სახელმწიფო ბანდიტიზმის ხარჯზე, როდესაც ადამიანებისგან პირდაპირ ხდებოდა მისი კერძო პირადი ქონების ჩამორთმევა და მე ამ ბანდიტიზმის გათეთრებაში საინფორმაციოში მონაწილეობდნენ მაგალითად ტელეკომპანია, მაშინდელი ტელეკომპანია რუსთავი 2, ძალიან ცნობილი ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, როგორ იყო ჩართული ცრუ ბრალდებების შექმნაში ადამიანების წინააღმდეგ. მაუსი მაქვს და იცით. ბატონო? აი ზუსტად ეს არის ამაზე გვექნება ერთ-ერთი ფრაგმენტი იქნება, როცა მეუღლეები, ანუ ირაკლი კოდუა, რომელიც მაშინდელ სოდის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, თუმცა მე არ მინდა შევქნა ილუზია, რომ ეს ირაკლი კოდუას დონეზე ვერ გადაწყდა ასეთი პირდაპირ საჯარო ბანდიტიზმი. სახელმწიფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით შეუძლებელია თუნდაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირის დონეზე გადაწყვეტილიყო და ეს პრეზიდენტის თან შეთანხმებული მინიმუმ არ ყოფილიყო და რაშიც ასევე მის
ამ დროს ამ ბანდიტიზმის გათეთრებაში და ერთი ადამიანის გასწრესვაში ჩართული იყო რუსთავიორის სახელით ნანუკა ჟორჟოლიანი. მისი ცოლი დიახ. აი ეს არის პირველი, მე აქ დიდხანს არ შევშერდები, ეს არის 2004 წელს, როცა სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, ეს არის პირველი დეკლარაცია, რომელიც მან შეავსო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წავიკითხოთ. მისი ქონება იყო სულ ბინა თბილისში, პეროვსკაიაზე ქონდა, ოროთახიანი ბინა, რომელიც იყო 95,000 ლარად შეფასებული, ეს მისივე შეფასებებია, ეს არის მისი დეკლარაციიდან ამონაწერი. საბანკო ანგარიშები ბანკის სოციედადე ჟენერალში ქონდა 9,500 ევრო, ანუ 20,615 ლარი მაშინდელი ბანკის კურსი და TBC ბანკში ქონდა 3,500 ევრო, 7,595 ლარი. ქონება სულ საბანკო ანგარიშებიანად იყო 123,210 ლარი. მეტი სხვა ქონება მას და მის ოჯახის წევრებს არ გააჩნდა და თუ გააჩნდათ და არ შეიტანეს ამ დეკლარაციაში, ეს თავისთავად დანაშაულია. ეხლა მე აქ არის ნაანგარიშები უბრალოდ რომ ესმოდეს ბუღალტერიაში იმდენად იყვნენ გათავხედებულები, უბრალოდ ბუღალტერს 500 ლარი რო გადაეხადა, ამ კურიოზულ ამაში ამბავში არ მოხდებოდა, ბალანსი არ აქვს გამოყვანილი და წლის, ასე იგი, მისი პრეზიდენტობის დასასრულს მისი შემოსავლები სულ აქ დათვლილი არის ჰონორარები, მისი მეუღლის ქალბატონის სანდრას ჰონორარები აღებული, მივლინებები, ყველა ქლიანად საჭმელი სულ არ ეჭამათ, არაფერ მარტო რო ეგროვებიათ, სულ იყო შემოსავალი 623,976 ლარი. და მისი ქონება და ბანკები ის რაც დეკლარირებული ქონდა, ეს დედიკოზე და მამიკოზე და სხვა პირებზე, ბაბიჭებზე გაფორმებული ქონებაზე არ არის ლაპარაკი. ის რაც მის სახელზე იყო გაფორმებული ქონება, ჯერ ესე იგი ბანკებში ანგარიში ქონდა 439,167 ლარი და მისი უძრავი ქონება იყო 200,000 დოლარი ერთი ბინა, მაშინდელი შეიძლება ეს მეტი იყოს, მანუ ესე ეწერია, დავეთანხმოთ ამას, 200,000 დოლარი, ანუ 312,000 ლარი მეორე ბინა თბილისში, გუდაურში ნაკვეთი ახლა რა 50,000, მაგრამ ეგრეთ წერია და ეს დავეთანხმოთ ამას და ვენახის სახლი ყვარელში იქიდან ხშირად პოზიციონერად ყელყელაობდა 50,000 ლარი ასევე. სულ ესეც, ანუ ჯამში მისი ქონება იყო 1,269,067 ლარი. ეს რატო არის მნიშვნელოვანი? ის რაც მან დეკლარირებას მოახდინა, მისი შემოსავლები ზე უფრო მეტი ქონება ქონდა 600,000 ლარით. ეს არის დაუსაბუთებელი ქონება და საქართველოში არსებობს შეიძლება კარგი კაცის არა თვითონ სააკაშვილის დაწერილი, მაგრამ ძალიან სასარგებლო სახიერო კანონი. ეს არის კანონი კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებობის შესახებ, რომელიც ამბობს, რომ მტკიცების ტვირთი სახელმწიფო ჩინოვნიკების შემთხვევაში და მათი ოჯახის წევრების შემთხვევაში იქვე არის განმარტებით ბარათში ამ კანონის მიზნებისთვის ოჯახის წევრები ვინ არიან და ოჯახის წევრებში დედაც შედის სხვადასხვის. გალბატონ გიულისას მოუწევს ამის დასაბუთება, ანუ დაუსაბუთებელი ქონება წარმოშობის კანონიერება უნდა დაასაბუთოს სწორედ სააკაშვილმა და გიული ალასანიამ და მტკიცების ტვირთი მათ მხარეს არის. ეს კანონი ძალიან ზოგჯერ კარგად, მაგრამ ზოგჯერ უნამუსოდ გამოიყენა მან თავის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. შესაბამისად, ყველა უფლება და ვალდებულება აქვს ალბათ პროკურატურას, რომ ეს კანონი იქნეს, ამ კანონის მიხედვით იქნეს განხილული მათი დაუსაბუთებელი ქონება. იმიტომ რომ ეხლა რასაც მე წარმოვადგენ, ყველა ქონება, რომელსაც ეხლა მე წარმოვადგენ, არის შეძენილი სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს. აქ არის წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერები, რომელიც ადასტურებს ქონების რეგისტრაციას. ძირითადი ქონება არის რეგისტრირებული აგვისტოს ომის წინა პერიოდში, ზოგი რამდენიმე დღით ადრე, ზოგი 20 დღით ადრე, ზოგი 1 თვით ადრე. ანუ აგვისტოს ომის წინა ახლა 2008 წლის 7 აგვისტოს ხوار გადაუწყვეტი ამას ამ ავანტიურაზე წასვლა. ანუ აგვისტოს ომამდე გამალებით მიდიოდა სახელმწიფო ქონების მიტაცება სააკაშვილის ოჯახის მხრიდან. და ძალიან ბევრი მაგალითად პროკურატურაში დევს 3 ნორმატიული აქტი, ანუ პრეზიდენტის ბრძანებულება,
რომლის მიხედვითაც გინდა იჯერეთ, გინდა რა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება გადადიოდა დედამისის საკუთრებაში, როგორ მოგწონთ? აი ახლა წარმოიდგინეთ უბრალოდ თქვენ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ რო გამოსცეს ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც აგერ ყოფილი ახალგაზრდობის სასახლე გადავა მამამისის საკუთრებაში, რა ამბავი მოხდება ამაზე, რა მსოფლიო რეაქცია იქნება. აი ესე პრეზიდენტის ბრძანებულებებით არის მაგათ ერთ-ერთს ახლა ვიხსენებ და მე მინდა გთხოვთ მოგმართოთ რომ პროკურატურიდან ეს მასალები გამოიწვიოთ, იმიტომ რომ იქ ჩანს საჯარო რეესტრის ჩართულობა. მინდა გითხრათ, იქ არის ერთ-ერთი დოკუმენტი, სადაც არსებობდა ესეთი ძალიან კარგი რადიო შპს კლასიკური მუსიკის რადიო შპს მუზა, რომლის დაფუძნებლები არიან სიდედრი, მე არასოდეს ოჯახს არ ვხებ, როცა ეს არ არის ჩართულობა პირდაპირ კორუფციაში. სიდედრი ქალბატონი რულოვსის დედა, სახელს ვერ ვიხსენებ, მაგრამ რულოვსის გვარზია ისიც. დედა და მეუღლე სანდრა რულოვსი, ძალიან კარგი რადიო იყო, ბატონო გიული ალასანია. ал დაფუძნებელი არის სამი ქალბატონი გიული ალასანია, ქალბატონი სანდრა რულოვსი და სანდრა რულოვსის დედა, ანუ პრეზიდენტის სიდედრი, რომლებმაც მიიღეს ბევრი მიიღეს, მე რაც ვიპოვე ამაზე არის ლაპარაკი, ახლა მხოლოდ შეიძლება კიდე მილიარდები აქვს ასე აღებული, მაგრამ რომელმაც მიიღეს ჯამში 100,100,000 საჩუქრად. ორ ტრანშად არის წამოსული, ერთი 500,000 2000 წელს და მეორე 600,000 2011 წელს. შეიძლება პირიქით იყოს 2011 წელს იყოს 600,000 და 2010 წელს იყოს 600,000 და 2005 ბიზნესიდან არის შემოწირულობა მიღებული, ეს კანონიერია, ანუ შემოწირულობის გაკეთება ბიზნეს შეეძლოს, შპს მუზას არ ჩუქოს. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ პრეზიდენტის ვალდებული იყო ეს თანხა შეეტანა დეკლარაციაში, იმიტომ რომ შემოწირულობაში მონაწილეობდა მისი მეუღლე, რომელიც მის მისამართზე ცხოვრობს, მაშინ ოჯახი ერთად იყო, ეხლა არ ვიცი როგორი მდგომარეობაა, ერთმა ხელი მოუმართოს ოჯახს. და ეს დეკლარაციაში არ იყო შეტანილი. შესაბამისად მე აი თქვენ საპარლამენტო გამოსვლა რომელიც გაიხსენეთ, ამ საპარლამენტო გამოსვლაზე ამის შესახებ თქვი, ეს იყო გვიან საღამოს, თქვენ თუ გახსოვთ, მაშინ საჯარო რეესტრი ყველაფერი დახურული იყო და დილით აი პროკურატურის მასალაში დევს. მე უბრალოდ მოვასწარი საჯარო რეესტრიდან ამონაწილის გაკეთება დევს დაფუძნად დილით უკვე ანუ ღამის საათებში ჩვენ ხო ყავდა ღამის მთავრობა მაშინ. ღამის საათებში მოასწრეს და დამფუძნებლები გააუქმეს ქალბატონები რულოვსები და გიული ალასანია და შეცვალეს დამფუძნებლები. აი ეს არის როგორ იყო ჩართული საჯარო რეესტრი კორუფციის გადაფარვაში და პრეზიდენტის და მისი ოჯახის კორუმპირებული დანაშაულის დაფარვაში. ასევე დევს ხო სამი ერთ-ერთი არის 101,000 ანუ 10 გექტარზე მეტი მისა, რომელსაც პირდაპირ ხელს აწერს პრეზიდენტი და მისი პრეზიდენტის ბრძანებულებით ეს მისა გადადის დედამისის საკუთრებაში. ხშირ შემთხვევაში გამოყენებული არის და აი აქ სქემატურად არის. ანუ ესენი ძალიან ინტელექტუალურად მუშაობდნენ, აი ორგანიზებული დანაშაული ესე იგი მაფია ხო აი ორგანიზებული დანაშაული საკმაოდ ისეთი მაღალი დონე ჩანს აქ. ამათმა კლასიკური ხო მაგალითი არის. ესე იგი შექმნეს იმისთვის რომ ზოგჯერ გიული ალასანი არ ფიგურირდეს, სახელდაგვარი არ ფიგურირებდეს. გიული ალასანია და პრეზიდენტის მის თემურ ალასანიას რო გვაგინებს სხვადასხვა ჩანაწერებში მისი ბიძა შვილი ალასანიას დაქალი მანანა სანაძე და რობერტ რაუფი უცხო ქვეყნის მოქალაქე ერთად აფუძნებენ შპს-ზე საქართველოს უნივერსიტეტს და შემდგომში უმეტეს შემთხვევაში მოქმედი გმირი არის საქართველოს უნივერსიტეტი. უბრალოდ რო გაიგო რომ მე ამის უკან თურმე ალასანია დგას, უნდა ქექო მასალები, რომელშიც მასალებში ქეკვის უფლება და საშუალება ბევრს არ ქონდა და მე მივეცი თავს ამის უფლება და მივიღეთ აი ესეთი შედეგი. ეს არის F5 და
ეს არის საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებლები გიული ალასანია 37.5%, მანანა სანაძე 37.5%, ედუარდ რობერტ რაუპი 12.5% და ნიკოლოზ ალასანია ასევე 12.5%. ამის შემდეგ ეს არის ყველა სიტყვა, რასაც ახლა ვამბობ, მოყვება საჯარო რეესტრი და ამონაწერები, მაშინდელი თვალსწრები, ეს ოპოზიციის გმირი ვაშაძე იყო თვალსწრები მაშინ საჯარო რეესტრის ხო თან ყოველ შემთხვევაში ხშირად ტრაბახოს რომ ის შექმნილია საჯარო რეესტრი და სისტემა. აი აქ არის ძალიან საინტერესო რა არის, რომ აქ არის აი ჟურნალისტებისთვის საინტერესო არის თუ მიეცემა საშუალებას მე ჟურნალისტებს ამის ქსერო ასლები დაურიგდეს. ერთადერთი 2004 წელს ან ეს მისი პრეზიდენტობის დროს არის რეგისტრირებული ეს ასე იგი უნივერსიტეტი, დანარჩენი შემდგომში სადაც გადავდივართ უკვე შპს საქართველოს უნივერსიტეტი აფუძნებს შემდგომში სხვა ბიზნეს კომპანიებს და ქსელი არის მონოპოლიური. დაწყებული საბავშვო ბაღიდან საშუალო სკოლები, აბიტურიენტთა გადამზადების სკოლები და თავისთავად ცხადია უმაღლესი სასწავლებლები. შემდგომში ბოლოში, მაგრამ მე ახლა ვიწყე აქ უბრალოდ ადეკვატურია რომ ვთქვა, წარმოადგენენ სქემას, რომლის მიხედვითაც ხდება საჯარო დაწესებულებების დახურვა, მაგალითად სკოლის დახურვა, იმისთვის რომ გადაკარჩული იქნეს კონტინგენტი ასე იგი უმაღლეს თავის კერძო სტრუქტურაში. 2003 წლიდან 2010 წლამდე 1045 სკოლა დახურეს. 1045 საჯარო სკოლა. ეს ბავშვები 1045 საჯარო სკოლაში ვისწავლობდა. გადაკარჩული იქნა მათ კერძო სკოლებში. და მე ერთ-ერთ პატარა მიკროსქემას წარმოგიდგენთ იქაც, სადაც განათლების მინისტრი, გუბერნატორის სიმამრი, გუბერნატორის ძმა, რესურს ცენტრი, ახლა რესურს ცენტრის დირექტორი არის განათლების მინისტრი რაიონში, ხო მარტვილის რაიონის მაგალითი მაქვს. ნახე როგორ ცდილობენ საქართველოს ეროვნული გმირის გელა ჭედიას სახელოს, რომელიც 2008 წლის მართლა გმირი ოჯახია, ოჯახიანად იბრძოდნენ ესენი. ამ გმირის სახელობის სკოლის დახურვას იმისთვის, რომ იქ გვერდით თავისი სკოლა აქვს გახსნილი და თავისი სკოლის გადაკარჩვას და ამაში მე ჩართული ვიყავი და ამაზე ბოლოს ჩვენ მივად. ეხლა მეორე ასე იგი ეს საქართველოს უნივერსიტეტის საშუალო სკოლა არის შექმნილი 2008 წლის 2 ივნისს, ანუ აგვისტოს ომამდე დაახლოებით 1 თვით ადრე, როდის ფუძდებოდა ახალი კომპანია, როცა ესენი ახალ სახელმწიფო დაწესებულებას მაპატიეთ ვულგარული გამოდი მუქთად მიითვისებდნენ უკანონო გზით და შემდგომში ხდებოდა ასე იგი ამ ახალი სამეწარმეო სუბიექტის დარეგისტრირება. შემდეგი არის საქართველოს უნივერსიტეტის სპორტული სკოლების ფლობელი საქართველოს უნივერსიტეტი 100%-ით. შემადგენლობა ვიცით, ხო? 37.5% გიული ალასანია, რეალურად 37.5% საკონტროლო პატაკეთი, იმიტომ რომ ჩემი ვარაუდით ის თემურ ალასანიას შვილი ხო, ის არის, რა ქვია, ისეთი ფიგურაა, რომელიც რაღაცნაირად ყოველ შემთხვევაში ალასანიების არის საკონტროლო პაკეტი მანდ და არა რაღაცა სხვაგვარად. შემდეგი ფაილი, ხო, აქაც 2008 წელს საფხულში, აგვისტოს ომამდე რამდენიმე დღით არის. შემდეგი არის შპს საქართველოს უნივერსიტეტის სასწავლო ავეჯი. ეს არის ავეჯის კომბინატი, ყოფილი ავეჯის კომბინატი, რომელიც სამწუხაროდ მე არ მაქვს რა გზით მიითვისეს, მაგრამ აქ უბრალოდ მე შინაგანი დარწმუნება ასეთი მაქვს, რომ რა თქმა უნდა იგივე გზებით იქნება ეს მიითვისებული, მაგრამ ფლობელი არის 100%-ით ასე იგი საქართველოს უნივერსიტეტი, ანუ გიული ალასანია, აქაც რეგისტრაცია, ეს უკვე არის 2009 წელს, 2009 წლის 9 იანვარს. ასე იგი შპს კაფე ხადილი, ეს ყოფილი გპის პოლიტექნიკური ინსტიტუტის
ცნობილი სასადილოა, ძალიან დიდი 2000 კვადრატულზე მეტი შეიძლება ეხლა ამ გადმოსახედა გაგიღიმოს ჩვენ მონიტორინგის კი ჩავატარე საკმაოდ მოქმედი ეს არის ბევრი კლიენტურა ყავს ამ შეპესე მაშინ ყავდა ყოველ შემთხვევაში გავაგზავნეთ ჩვენი აქტივი და ესე იგი რამდენად ქმედითიან ბიზნესი რამდენად მუშაობს შემდგომში უბრალოდ უკვე დაგვებლოკა გადასახადებს იხდიდნენ თუ არა ეს გვაინტერესებდა და შემოსავლის სამინისტრომ ეს ინფორმაცია ვეღარ გამოვითხოვეთ უბრალოდ ამის გადამოწმება გვინდოდა თუმცა ეს არის პოლიტექნიკური ინსტიტუტის გარდა ამისა პოლიტექნიკური ინსტიტუტის მაგალითის არის საუკეთესო მაგალითი მინდა გითხრათ როგორ ხდება სახელმწიფო დაწესებულების სიმძლავრეების შემცირება, მაგალითად კორპუსს რო გადასცემთ წაართმევ პოლიტექნიკურ ინსტიტუტს ან ნებისმიერ ინსტიტუტს და გადასცემ კერძო სექტორს, თავისთავად ცხადია, ცოტა ისეთი სიტყვა სიმხარ, წარმადობა, ანუ უნარი პოლიტექნიკურ ინსტიტუტის სტუდენტების რაოდენობის მიღების მცირდება, შესაბამისად იზრდება მისი რაოდენობა და მე უსმენდი ძალიან საპატივცემულო ადამიანს, ჩემთვის ერთ-ერთ მაგალითს კაცობის, ქართველობის, ვაჟკაცობის და პროფესიონალიზმის, ეს არის პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორი ბატონი გურგენიძე, სადაც ის ამბობდა, რომ იმათ უფრო მეტი ბიუჯეტი აქვს, ვიდრე პოლიტექნიკური ინსტიტუტს ეკნებათ ბატონო. ჩვენ მე ვფიქრობ, რომ საერთოდ განათლების სისტემის კრახი არის, რასაც ჩვენ ქუჩაში ვხედავთ. ეს გაუნათლებლობის ფეირვერკია და ის რომ ჩვენი შვილების თაობის რაღაცა ნაწილი, მადლობა აღმეს რომ მცირე ნაწილი, მაგრამ შეიძლება ასე ბრბოდ გადააქციო, თუნდაც გრანტის, თუნდაც ბევრი ფულის ხარჯზე, ეს განათლების სისტემის ჩავარდნა. ეს უცადნაურობის ჩავარდნა, როცა ასე პრიმიტივიზმის დონეზე შეიძლება ადამიანს დააზეპირებო, რომ შეთვის გაკეთებული კანონი, შენ რო არ გაგძარცვონ ფარას რასაც ვეძახით, ის კანონს დაარქვა რუსული კანონი და დაგაზეპირებინო ძალიან ესე პრიმიტიული ფრაზა რო რუსული კანონი, რუსული ორი გაქვს რაღაც და ეს ქუჩაში ახლა 1 დღე, 2 დღე, 3 დღე, 5 დღე, 1 თვე და 2 თვე ასე ქუჩაში იარო და ასეთ რაღაცა იზახო, ნუ არ ვიცი ეს ტრაგედიაა. ხო, ნამდვილად ძალიან განმიცდი ამას და იმის შედეგია კიდე რომ ჩვენ შედეგად მივიღეთ მონოპოლიები განათლების სისტემაში და სპეკულაციურად მაღალი ფასები. ყველა ძალიან მაღალი კონკურსია შესაბამისად სახელმწიფო დაწესებულებად იაფია. ხა პოლიტექნიკურში სწავლა იაფია და ალასანიასთან ძვირია, ხო, მაგრამ ვერ ხვდება და მე ისვლებულია მოხდეს იქ. ხო, ესეც ესე იგი ესეც არის შექმნილი კაფე ხადილა, ეს საინტერესოა. ესეც 2 აგვისტოს ომის წინა დღეებში არის დარეგისტრირებული. ეს არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, სახელმწიფოს უნივერსიტეტის წილი, მასში არის 14%. ძალიან ხშირად გადააწყდებით ახლა აქ არსებულ მასალებში. აქ სლენგი უნდა ვიხმარო, რომ ალასანი ერთგვარი კრიშის როლს ასრულებს. მიდის სადღაც, ასე იგი, ზოგჯერ შვილის მიყავს. აქ არის ფოტო მასალა, სადაც რომელიღაცა დაწესებულ ძირითადად განათლების სისტემაში მოქმედებდა. შეიძლება სხვაგანაც მოქმედებდა, მაგრამ ჩვენ გვქონდა პროექტი კორუფციული რვაფეხა. ეს კორუფციული რვაფეხას შედეგია სწორად მისი ნამუშევარია. სადაც ფოტოებზე მიდის ლენტას გაჭრის და ეს უკვე კრიშაა და ჯერთი უზრუნველყოფა არის პრომოუშენის მედიაში გაშუქების, ხა პრეზიდენტი მივიდა, თავისთავად გაშუქებულია და ძალიან ბევრი არის უცხოური ფულთან დაკავშირებული, ძალიან საეჭვო ფულთან დაკავშირებული. მე პირდაპირ ვიტყვი, ჩვენი ზოგიერთი მეზობელი სახელმწიფოს ლიდერები აი ამ ფულს და ამ წყაროს პირდაპირ ტერორიზმის წყაროთ ასახელებენ. აი ესეთი სახიფათო ბიზნესში იყო გარეული პრეზიდენტი, იყო და ალბათ არის გარეული დღემდე, დღეს რა სტატუსია მე არ ვიცი, მაგრამ როცა შენი მეზობელი ქვეყნის ლიდერი თურქეთის პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია და ამ ტერორისტული ორგანიზაციის ფულში გახვეულია და ლობირებს პირდაპირ როგორც გიდი. აი მედია რომ მიუძღოდა არგონავტებს საქართველოს გასაძარცვად და ოქროს
რაღაცა მოიპარეს იმათმა, ხო? ახლა მართლა ოქროს ტყავისთვის ხო არ იყვნენ ჩამოსულები, რაღაცა მოიპარეს საქართველოსთან. რამაც დაანგრია ჩვენი ის, ხო? აი ესე როგორც მე ღალატით ესე მოუძღვის საქართველოს განათლების სისტემაში და შექმნილია მიმეორებ საბავშვო ბაღიდან სკოლა აბიტურიენტთა სპორტული სკოლა, აბეჯი, უნივერსიტეტის, ანუ მთელი მეტასტაზი. ეს მეტასტაზი დღეს არ შემოყრა, მაგრამ ფრანკლინის კლუბი აქ სუსის ანგარიშები იყო, ბატონო, ეს ფრანკლინის კლუბი ასე ჟღერს, მაგრამ აი ამ პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან მითვისებული სახელმწიფოსგან მითვისებული შენობაში სახელმწიფოსგან ნაძარცვი ფულითა და ქონებით ხდება სახელმწიფოს დამხობის ცდელობა. ის რაც ქუჩაში ხდება, ეს არ არის ხელისუფლების დამხობის ცდელობა. ხელისუფლების დამხობის ცდელობა რო იყოს, ჩვენ ასეთი მწვავე რეაქცია არ გვექნებოდა. თუ ხელისუფლებას ებრძვის ოპოზიცია ნორმალურია, ზოგჯერ ქუჩაში ჩვენც ვიდექით ქუჩაში ქალბატონო თეა, თქვენ სხვათა შორის ძალიან კარგ დროს შემოვერთით ამ ბრძოლას, რო თქვით, ეს ძალიან განამწყვეტი ფაზა იყო მაშინ. და ჩვენც ვიდექით ხო ქუჩაში და უნდა ვთქვა რომ ერთი 97 წლიდან რო ვდგევარ ქუჩაში და აქციაში მონაწილეობ, აი ღვთის წინაშე გეუბნებით ერთხელ ქვა არ მისვრია. ერთი შემთხვევა, აი ღვთის წინაშე ერთი შემთხვევა არ ყოფილა, ახლა ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და ძალიან ემოციო ბევრი შეცდომებს ვუშვებდი, მე არ მომწონს ჩემი ბიოგრაფიაში ყოველთვის ჯონდი, მაგრამ ქვა ერთხელ ამია მოლოტოვის კოქტეილს საერთოდ ასეთ რამე თავში აზრად არ მოგხსნა და არავის ჩემს გვერდით ქვა არ უსვრია. აი ამოიღეთ კადრები და ვინ ისროდა ქვებს და ვინ ისროდა რეზინის იარაღებს და ტყვიებს და როგორ ნადირობდნენ მე ღამე ოჯახებში შემოვარდნებით. ჩვენზე პირდაპირ კარგია რომ არქივები არსებობს. ეხლა მე მინდა აი ეს მაინც კარგია ისტორია იმისთვის უბრალოდ ჩანს აქ ხო წყაროები არის მითითებული. აქ არის ერთი ფოტო, ეს ამათი შენობებია, ერთ-ერთი ფოტო, სადაც ეს არის ხო, აი პრეზიდენტი დედამისი ისინი როგორ ხსნიან ერთად ლენს ერთ-ერთი ერთ-ერთი დაწესებულების გახსნაში. და მე ახლა სანამ გადავალ სახელმწიფო ბანდიტიზმზე. პირდაპირ ბანდიტიზმზე, ხალხო აი აქ რასაც ახლა მოვყვები, ალიბაბა და 40 ყაჩაღი რო წაგვიკითხავს, ეს პირდაპირ ჩეულებრივი ყაჩაღობაა. და აქ წარმოდგენილი არის მსხვერპლი ამ ყაჩაღობის. მანამდე მე მინდა უბრალოდ აი სქემა წარმოვადგინო. ეს არის. ჩვენ ამოვიღეთ საჯარო მოსწავლეთა რიცხოვნობა და საჯარო სკოლები. აი 2003 წლის მეოთხე თუ ეს არის აპრილში საქართველოში ეს რომ მოვიდა პრეზიდენტი რო გახდა რა ჯერ კიდე სტატუსი არ აქვს პრეზიდენტის მიღებული 3175 საჯარო დაწესებულება და 2010 წლის მე-11 თვეს ანუ ნოემბერში იყო საზავო სკოლები 2130 ანუ 1045 სკოლა იქნა გაუქმებული და ესე იგი ამ სკოლებიდან იქნა გაწოვილი ესე იგი შემცირდა საჯარო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა 112000-ის შემცირდა. ეს 112000 ბატონებო 112000 მოსწავლის ოჯახს ხი იძულებული გახდა ფული გადაეხადა შვილისთვის. განათლება ჩვენ კონსტიტუციას გვიწერა განათლება არის სავალდებულო და სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ხო განათლება. აი როგორ იყო კონსტიტუციის ეს მუხლი შელახული. ეს არის ძალიან საინტერესო ეს არის საჯარო რეესტრი, სადაც ერთი მაგალითი და ეს არის ამის განზოგადება შეიძლება ასე მოქმედებს სუსტად ბენდუქიძე, გიულალასანია, ბენდუქიძის მაგალითი რა არის? ეხლა კაცი მკვდარია და აღარ ვილაპარაკებ, მაგრამ ეს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი ამხელა პოტენციალით. ამხელა სამეცნიერო პოტენციალით და ამხელა არა მარტო ზოგს მგონია რომ ოთახებია სასწავლებლად, ამხელა სამეცნიერო პოტენციალი და სამხელა ლაბორატორიები და რა არ ქონდა მე როგორ ამხელა მეურნეობით. ეს როგორ გახდა მათი ფლობელობაში როგორ შევიდა. აქ არის ძალიან საინტერესო. ნახეთ,
მოქმედი გმირები არიან დიმიტრი შაშკინი, მაშინდელი განათლების მინისტრი, ზაზა გოროზია, მაშინდელი გუბერნატორი, რა ქვია, სამეგრელოს, იქვე სამეგრელოში მისვე რაიონში საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ გოროზია და აი ძალიან საინტერესო პერსონაჟია სონია ჭოჭუა. ზაალ გოროზიას მასწავლებელი და მარტვილის რაიონის რესურსცენტრის ხელმძღვანელი. ამათმა მარტვილში დააფუძნეს კერძო სკოლა სხივი, რომლის დამფუძნებელი არიან ლია ჯვებენავა, ზაალ გოროზიას სიმამრის, შოთა ჯვებენავას ბიძაშვილი 34%-ით. ბუთხუზი წულაია მარტვილის რესურსცენტრის ხელმძღვანელი მუშაკი ერთ-ერთი და ზურაბდანელია მარტვილის რესურსცენტრის დირექტორის მეუღლე, აი ამ სონია ჭოჭუას მეუღლე. და დირექტორი გია კიზირია ზაალ გოროზიას სიმამრის, შოთა ჯვებენავას დის შვილი. როგორ მოგწონთ? აი ესეთი ფილმი იყო კორუფციული, აფეხი იქიდან ავიღეთ ეს ჩვენ. სადაც ჩანდა ის მეტასტაზი, როგორ ბოლო სტადიის ხრწნა როგორ ჩანდა. ეხლა აქ ჩვენ რაზე ლაპარაკობ, ხო? ის რაც ჩვენ დავიწყეთ, ლაპარაკობ განათლების პრეზიდენტისგან დაწყებული, აგერ ერთ სკოლას თან საქართველოს ეროვნული გმირის სკოლას და გმირთა ოჯახი იყო, მამამისი ახლა გარდაიცვალა. ძმაც იბრძოდა. მე ეს ბიჭი ეს გელა ჭედია გარდაიცვალა, როცა დაჭრილი გადმოყავდა. დაჭრილი თანამებრძოლი მოყავდა, ის დაჭრილი გადარჩა, ეს დაჭრილი ფარავდა როგორც ჩანს თავისი სხეულით, ისე მოყავდა დაჭრილი და ტყვია მოხდა, ეს გარდაიცვალა და ის მისი სკოლას ამის სახელი დაერქვა და უბრალოდ მე ის სკოლაში ნამყოფი ვარ. იქ რო ჩახვიდეთ, ეს სკოლა არ არის ბატონებო და იქაური მასწავლებელი. ეს არის მეცნიერებათა აკადემია. საოცრება, ინტელექტი და განათლების დონე სკოლის დირექტორი და რიგითი მოსწავლეების, სადაც მე ხვდებოდი. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ეს გავაჩერეთ. საინფორმაციო ომი, რომელიც ჩვენ ვაწარმოებთ, ღვთისყალობით რაღაცნაირად შეჩერდა და მე აქ არის ესე ჩანაწერის პარლამენტს, რაღაცა უნდათ რომ დაწყებითი კლასები დაეტოვებიათ, მიხდნენ რომ აგებდნენ პიარს გელაჭედიას სახელობის სკოლა, არ შეიძლებოდა ხო ამის დახურვა და ასე მოკლედ პრინციპში ეს სკოლა ღვთისყალობით გადარჩა. ეს არის ჩემ ამ თემაზე მოხსენება, დანარჩენი მე ბანდიტიზმზე ალბათ ჯერ შეკითხვები გექნებათ რა. მადლობა ბატონო ჯონდი, ვინაიდან ჩვენ ბატონ ჯუმბერს უნდა მოვუსმინოთ ასევე. წევრებს ვთხოვ, მით უმეტეს მათ, ვინც ბიუროს ხდომას უნდა შეუერთდეს, რომ ბატონ ჯონდისთან უკვე დასვან კითხვები. 3-4 კითხვა რომ ავიღოთ, შემდეგ ბატონ ჯუმბერს ვთხოვთ, რომ გადმობრძანდება ის შემდეგ მაგიდასთან. მისი საქმის შესახებაც ისაუბრებს, იქაც რამდენიმე კითხვას დავსვამთ და შემდეგ ბატონ ჯონდის ვთხოვოთ, რომ 5-წუთიანი შემაჯამებელი გამოსვლა გააკეთოს, რის შემდეგაც 12 საათზე ჩვენ უნდა გადავინაცვლოთ პარლამენტის პლენარული ხდომის დარბაზში. ბატონი თენგიზი, ბატონი სოზარი, გთხოვთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ბატონო ჯონდი. თქვენ მოიყვანეთ აქ ციფრები, რამდენი სკოლა გაუქმდა, მის სანაცვლოდ კერძო სექტორში რამდენი დაფუძნდა. აი, რაც დაფუძნდა კერძო სექტორში, იქ ხვედრითი წილი, ვთქვათ, ამ საქართველოს უნივერსიტეტისა დიდია? ეს მონაცემები, ასეთი ტიპის შეჯამება ჩვენ პროცენტული შემადგენლობის ჩვენ ცნობილი არ არის, იმიტომ რომ ძალიან რთული იყო იმ გამოსვლის მერე წლოვმა პრაქტიკულად რაღაც წყაროებზე, რომელთაც ჩვენ შეგველო რაღაც დასვენები გავუკეთეთ, ყველაფერი ჩავგეკეტა. ამიტომ ასეთი ტიპის მოცემულობა არ გვაქვს, მაგრამ თვითონ სტატისტიკური მონაცემი, რომ 112,000 მოსწავლე დარჩა საჯარო სკოლის გარეშე, უკვე შემზარავი ციფრია. აქედან რამდენი იყო გიულია ჰასანიას და მაგალითად ალგოროზეს ამის რთული სათქმელია, მაგრამ ძირითადი კრიშა განათლების სისტემაში, მაშინ ძირითადი ოპერატორები, მე ესე ვიტყოდი, იყვნენ ალასანია და ბენდუკიძე, რომლებიც ფლობდნენ აი ამ განათლების სისტემის ასე დაწესებულებებს. ბატონი სოზარი. დიდი მადლობა ბატონო ჯონდი, მართლა ძალიან საინტერესო
მოხსენება იყო და ბევრი ნამუშევარი გაქვთ. უბრალოდ აი ქალბატონ მათეამ გაიხსენა წეღან პარლამენტის ხდომაზე თქვენი გამოსვლა აბანოები კი არა ქვია მას ბალნეოლოგიური ინსტიტუტთან დაკავშირებით ამაზე არაფერი გითქვიათ და მიშას გაფსიხება და გავარდნა პარლამენტიდან და მუქარები ღია ეთერში ესეთი მუქარა პარლამენტის წევრის მიმართ აი მე არ ვიცი მსოფლიოს ისტორიას დემოკრატიულ ქვეყნებში ყოველ შემთხვევაში წარმოუდგენელია და იქნება აი როგორ მოხდა ეს გადაცემა იქნებათ რამე ინფორმაცია დიდი მადლობა ეგ არის ბალნეოლოგიური თბილისის ბალნეოლოგიურზე საუბარი რომელიც მამამისის მფლობელობაში იყო, ეხლა რა სტატუსია ამ წუთში არ ვიცი, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ახლაც იქ არის. ბატონო, გასხვისდა და შესაძლოა, ხო, შესაძლოა. ოღონდ ეგეც რეალური გასხვისებაა თუ არა ვინ იცის, მაგრამ კი ბატონო, ეგ ძალიან კარგი დაწესებულებაა, ძალიან სასარგებლო ჯანდაცვის ობიექტია. და კარგია თუ რეალური ინვესტორი იქ არსებობს. კი მაშინ იმუქრებოდა, ღიად იმუქრებოდა პარლამენტის ხდომაზე. მე მახსოვს, მაშინ ელჩების მოწვევის პრაქტიკა იყო ასეთი და ჯონ ბასი იყო მაშინ შეერთებული შტატების ელჩი და თვალი გამექცა ტრიბუნისკენ მისკენ ყმა ჩამოვარდნილი ქონდა. გაოცებული იყო კაცი, იყო გაყინული იჯდა. პრაქტიკულად არ განაკებასავით იყო. და აი რატომ მოხდა, არ ვიცი. სპეცდანულშილების რაზმი შემოიყვანეს პარლამენტის დარბაზში. მე რო დარბაზიდან გამოვედი, ჟურნალისტები იყვნენ შეშინებულები, ზოგი ნერვიულ ბატონო ჯონდი მოკლავენ არ გამოხდა და მე ვთხარი როგორ უნდა მოკლან და ასე იგი გადაჭარბებული იყო, რატო იყო შემოსული არ ვიცი. დაახლოებით 50 კაცი იყო შემოსული, მე მგონი ამის დასაწყნარებლად რაღაცა რო არ ჩაედინა. და ერთ-ერთი მაგათი წევრი მეუბნებოდა რომ ბოკერიან მოაბრუნაო. ანუ ბოკერია უხსნიდა მას რომ სად გამოვყოთ თავი რომ ჯონდიმ გავაქცია დარბაზიდან და ძალიან სულად მართლაც სულად იმუშავებდა და შემოაბრუნა მე. ეს მითხრა მაგათი აქტივის სხვადასხვა მაგათ აქტივთან იქ დარბაზში ჩანს რომ იქაჩებიან ადამიანები და მე ერთმანეთს აკავებენ. ერთი იქაჩი რიგრიგობით იქაჩებენ და რიგრიგობით აკავებენ ერთმანეთს. ასეთი სცენები ხშირად იყო ჩემი გამოსვლების დროს და ეს ადამიანები პირადი ურთიერთობა ძალიან კარგი გქონდა ზოგიერთ. და როცა სხვების დასანახად ამხდებოდი, ძალიან კარგად მესალმებოდი, მაგრამ რატომღაც სავალდებულო იყო, რომ დარბაზში უნდა ეჩვენებიათ, რომ ჩემთან ცუდი ურთიერთობა აქვთ დასანახებლად ასეთი. გულისხმობთ, ბოდიში გაწყვეტინებთ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს, ვინც იმ კადრებში ჩანს თქვენ რომ გამოდიხართ და პრეზიდენტი გარბის ხელები გადაიტყავეს იმდენჯერ უკრესტაში მის დასანახად და მის დასახნახად თითქოს თქვენკენ მოიწევდნენ და ისე კარგი ურთიერთობა ქონდა. კი ბატონო, აი მაგალითად იქ ერთი ჩანს. ამას ყურდღის სინდრომი ჰქვია. დიახ, ელდარ კვერნაძე ჩანს. ძალიან ისეთი სიმონის ეძახდნენ ესენი თვითონ და სამართლე ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა პირადი. და ეგი ქაჩება ხოლმე და ეგი ქაჩებოდა მაშინ, ხო და პირადი ძალიან კარგი უბრალოდ აჩვენებდნენ, ესეთი იყო ბევრი ძალიან. მოსალმებაც კი ესეთი იყო საჩვენებლად, თუ მარტო ხდებოდი, ვა, ჯონდი როგორ ხარ და სხვადასხვა ბევრს ძალიან ბევრი ინფორმაცია, აი ახლა აქედან გამოტანილი ზოგიერთი ინფორმაცია პარლამენტის წევრების მოწოდებული იყო, თვითონ რო ხმას ვერ იღებდნენ. მეუბნებოდნენ რომ ასეთი ამბავი ხდება, ოღონდ არ დამღუპო რომელნაირად არ იქნეს სრობილი რომ მეკითხარი. იყო ესეთი მომენტები ხშირად, რომელსაც მე უბრალოდ ვახმაურებდი და ყოფილა ესე რაღაც საქმეები ჩაგვიშლია. კიდევ ერთი კითხვა უბრალოდ ისეთ სლაიდების გადაურბინეთ რომ არ შემიძლია ეს კითხვა არ დავსვა და შემდეგ რო დაგვრჩეს მეორე თემისთვისაც. ესე იგი, იქ მოუკარი თვალი, რაღაც ესე გადარბენით როცა გადახვედით, იქ ხო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და რამდენიმე ესე დემირელის კოლეჯი თუ რაღაცები იყო და უბრალოდ ამ რამდენიმე დღის წინ მე დამიკავშირდა ერთი ადამიანი დუშეთიდან, დუშეთის ყოფილი გამგებელი. თემა ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ მითხრა ასეთი რამე, რომ აი ამ შავი ზღვის უნივერსიტეტის თემაში თავისი წილი ქონია დუშეთის მუნიციპალიტეტს, მაშინ ძველი ჟურნალისტური გამოძიებაც ქონდა მე რომ 50 ჰექტარი ნაყიდი ქონდათ ბაზალეთის ტბის პირას, მაგრამ შავი დუშეთის მუნიციპალიტეტს თუ ქონდა წილი, არ ვიცოდი ამ უნივერსიტეტს ადამიანფუძნებლოში და უცებ ვერ ჩვენიერ დღეს, აი შუაღამისას მთელი ეს წილი გადააფორმებინეს ისევ აი ამ გიული ალასიანიას რაღაც
პირადად მასე თუ ვიღაც მის მიერ დანიშნულ პირზე და ზოგადად ის რატო გქონდათ ეს სლაიდები თქვენ რა სქემაა და ამ ფაქტის შესახებ თქვენ გიგიათ შავი ზღვის უნივერსიტეტის დამფუძნებელი ერთ-ერთი დამფუძნებელი არის ასევე გიულია ლასანია და იგი დანიშნული იქნა ამ დროს იყო თავისი უნივერსიტეტის რექტორის, მაგრამ იქაც დანიშნული იქნა პრორექტორად. უბრალოდ შემოსავლის დამატებითი წყარო იყო. ეს არსებობს ესეთი მოძრაობა ჰიზმეთი. პრეზიდენტი ერდოგანი ამ მოძრაობას ბრალსდებს ტერორიზმში. და თურქეთში არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული, რომლის მიხედვით რომლის იგეგმებოდა მკვლელობა პრეზიდენტის და სახელმწიფო გადატრიალება. 2016 წლის გადატრიალება. დიახ, 2016 წლის ცნობილი გადატრიალება. ბატონო? ფეთილაღ გიულენის ხიზმეთი. ეს შავი ზღვის უნივერსიტეტის და ეს გიულია ლასანია მე ვთქვი უცხოური ფული, რადგან ამის საშუალებაც მომეცა. ეს არის ამის მეწილე. გიულია ლასანია ხიზმეთი ერთობლივად მოქმედებენ აქ განათლების სისტემაში. და ჰიზმეთი არის ქსელური ორგანიზაცია. თურქეთში დღეს დაპატიმრებული ამ ტერორიზმის ბრალდებით არის 59000 კაცი. ძირითადად არიან მოსამართლეები, განათლების უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები, სპეცსამსახურები და სამხედროები, რომელიც მონაწილეობენ თურქეთის სახელმწიფოს ბრალდებით როგორც არის. რას აკეთებს ჰიზმეთი? რასაც გიულია ლასანია იწყებს საბავშვო ბაღიდან სკოლა მერე უმაღლესი სასწავლებელი, მოსამზადებელი კურსები და მერე ლობირებენ ამათ დანიშნებს სასამართლო სისტემაში, სხვადასხვა სახელმწიფოებში. წარმოიდგინეთ თურქეთი და საქართველოსთან შედარებით საკმაოდ აღმატებული რესურსების სახელმწიფოა, ხო? ამათმა მოახერხეს 40-ზე მეტია, მაგრამ 59000 კაცი იყო თურქეთის სახელმწიფო ორგანიზმში ჩანერგილი, ძირითადად მოსამართლეები. თქვენ გახსოვთ აქ რო ითხოვდნენ რომ სასამართლო რეფორმის დროს ჩვენ უცხოელებმა დანიშნონ მოსამართლეებიო. ასე მივიღებდით ჩვენ ეხლა სასამართლო სისტემას, რომელიც ჩამოშლიდა სახელმწიფო ვერტიკალს და დაამხობდა არა ხელისუფლებას, არამედ სახელმწიფოს. და ეს ხიზმეთი მაშინ ესე იგი გიულენი ეხლა მოკვდა, მაგრამ მაშინ სოციალი იყო და მიუხედავად იმისა, რომ მოკავშირეები არიან თურქეთი და შეერთებული შტატები, ითხოვდა გადმოცემას და არ გადასცეს. დღეს ისე გარდაიცვალა, რომ გადაცემული არ იქნა. მადლობა ბატონ ჯონდი, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ის რაც თქვენ წარმოადგენთ ეგრეთ წოდებული სქემები თუ გაქვთ დათვლილი საერთო ჯამში 2004 წლიდან 2011 წლამდე რა შემოსავლები იქნა მიღებული საერთო ჯამში იგივე უნივერსიტეტებიდან, იგივე სკოლებიდან, იგივე მათი მომსახურეობიდან აქ ჩვენ რაც ვნახეთ ეს იყო მთლიანად კომპლექსურად ის რაც ჭირდება სკოლას, სკოლამდე დაწესებულებას, უმაღლეს სასწავლებელს, ყველას აბსოლუტურად ჯამში თუ გაქვთ რა თანხებზია, რამდენი მილიონზეა ლაპარაკი. ქონება, სახელმწიფო ქონება, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტო, ის რაც ჩვენ შეიძლება 5-ჯერ მეტია, მაგრამ რაც ჩვენს არეალში მოყვა, 100 მილიონს აღემატება ქონება. მე ამ ქონებამ ცოტა უხეში რა ფული დაწერა, ჩვენ ვცდილობთ ხადილის შემთხვევაში დაგვეთვალა საშუალოდ რამდენი მომხმარებელი შედის სამკაფხე წარმოეხა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში რამდენი სტუდენტია და საკვების ობიექტი რო გაქვს ძალიან მომგებიანია ხო ამ კვების ობიექტის თუმცა მე შემოსავლები იხდიდნენ თუ არა ესე იგი ამის დადგენის საშუალება არ მოგვესა მაგრამ ის რაც ჩვენს სამაშია შეიძლება გაცილებით მეტი იყოს მაგრამ 100 მილიონს აღემატება ეს პოლიტექნიკური ინსტიტუტის შენობები და ის შენობები ყველა რას და შემდგომში ჰიზმეთთან ერთად მითვისებული ბართუმის საჯარო სკოლა და რა ეს ყველაფერი სახელმწიფო დაწესებული სასამართლოს შენობა, საჯარო რეესტრის შენობა მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს არის როგორ ვთქვი, კოსმოსური მასშტაბის ძარცვა სახელმწიფო ქონების. კოსმოსური მასშტაბის ძარცვა და
კერძო ქონების ჩვეულებრივი თქვენ თუ გახსოვთ 90-იან წლებში ასე ყაჩაღები წაიყვანდნენ ოჯახის წევრს და მე გამოსასხის იყვნენ ჩვეულებრივად დააკავე ოღონდ არ ჭირდებოდა სარდაფში სადმე სოფელში დამალვა წაიყვანდა მე გამოსასხის ითხოვდნენ აი 2009 წლის ანგარიში ამოიღეთ იურიდიულ კომიტეტში იქნება კუბლაშვილის ხელმოწერილი უზენაესი სასამართლოსი ალბათ ეგონა თუ არ წავიკითხავდი მე ვკითხულობდი და 2009 წელს სასამართლომდე ბევრი საქმე აღარ მიდიოდა სასამართლომ მანამდე იხდიდნენ ჭკვიანი ბიჭები და ჭკვიანი ბიჭებად ითვლებოდნენ ადამიანების სასწრაფოდ იხდიდა სასამართლომ მივიდა 18354 საქმე აი როგორ ფიქრობთ 18354 საქმიდან რამდენი გამომართლებელი განაჩენი დადგებოდა 18000-დან 18 ხალხო ტროიკების დროს 10%-მდე იყო გამომართლებელი აქ არის 0.1%. იმავე წელს ამავე სასამართლო კუბლაშვილის ხელმოწერილი დოკუმენტია ბატონობას მაშინელი უზენაეს ხმეთმა შეიწყავს მისული გარდაიცვალა თვალწდები ესე იგი იმავე წელს 14000 პირთან დაიდო საპროცესო შეთანხმება ანუ 14000 ოჯახი გაატყავეს როგორ ხდებოდა საპროცესო შეთანხმებების დადება ანუ ადამიანს ფული ვისაც არ ქონდა მათივე ბანკები ან მათივე სამევახშე ორგანიზაციები აი ხო ჯუმბერის მაგალითის ესე მათივე ეს ლომბარდები მათი იყო მიდიოდნენ ბინას ადებდნენ ყადაღას ჩაადებინებდნენ ბინას და ეს იხდიდა ამ ყიდულობდა თავისუფლებას ფისკალური დატვირთვა იყო 14 მე დაახლოებით 140 მილიონი იყო მაშინ 140 მილიონი ლარი ფისკალური დატვირთვის მატარებელი იყო ბიუჯეტისთვის ბატონო ჯონდი, ეს გამამართლებელი განაჩენების თემა კარგად მაქვს შესწავლილი და ეს 18 საქმე მინდა დაგარწმუნოთ, რომ იყო პიკი, ყველაზე მეტი გამამართლებელი განაჩენი, რომელ წელსაც დადგა, იმიტომ რომ იყო წლები, სადაც იყო 5, 8 და იყო ერთი წელი, ზუსტად არ მახსოვს, გონი 2008 წელია, სადაც ერთი გამამართლებელი განაჩენია, მართლა არც სტალინური რეპრესიების დროს და ალბათ არც ჩრდილო კორეაში მსგავსი არ ხდება. გეცახმებით, მადლობა. ბატონო ჯონდი, თქვენ ეკრანი თუ აღარ გჭირდებათ, ჩვენ გამოვთავთ და ბატონ ჯუმბერს ვთხოვ, რომ გადმოინაცვლოს მაგიდასთან. ბატონო ჯუმბერ გთხოვთ, მობრძანდით. დაგეხმარებათ სამდივნო. დაბრძანდით, აი სამდივნო დაგეხმარებათ. დაბრძანდით. ბატონო ჯუმბერ, პირველ რიგში გაგაფრთხილებთ, რომ განზრახს დაბრძანდით თუ შეიძლება. განზრახ ცრუ ახსნა განმარტების მოცემა კომისიის წინაშე იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ასევე კითხვებზე უარი, თუ კითხვები იქნა და სავარაუდოდ იქნება და რა თქმა უნდა, ასევე იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას კომისიის წევრების კითხვებზე პასუხისთვის თავის არიდება. ამ გაფრთხილების დასტურად გთხოვთ მოაწეროთ ხელი თქვენს წინდებარე დოკუმენტს, თუ უკვე არ გაქვთ ეს გაფრთხილება წაკითხული და ხელმოწერილი. კალამს მოგაწვდით ბატონი ჯონდი და გთხოვთ მოაწეროთ დოკუმენტს ხელი. ამის შემდეგ გთხოვთ ჩართოთ მიკროფონი ბატონი ჯონდი დაგეხმარებათ, მადლობა ბატონო ჯონდი. და 5-7 წუთის განმავლობაში გთხოვთ, რომ თავისუფალი თხრობის რეჟიმში ქრონოლოგიურად გვითხრათ, რა შეგემთხვათ, როგორ დაირღვა თქვენი საკუთრების უფლებები 2003-2012 წლებში და შემდეგ დაგისვამთ თქვენი ნებართვით კითხვებს. გთხოვთ. კარლოტონაცია და ბატონო 2005 წელში დუბაიში შვილი მოეწყო ამერიკულ უნივერსიტეტში და ჩავდიოდი ხოლმე რაც და მეუღლეთ ახლობელი ყავდა და ბაჟ დადიხართ და თუ გაქვს საშუალება მანქანები მიყავთ აქედან და რაღაცა რჩებაო ну ავდოქი და არ ქონდა ძაძდელი საშუალება ჯერ უბრალო მანქანები წამოვიდა მე
აქ ჩავდა ბინა და საოფისე ფართი დიდი დიღომში რომბაქიძე შვიდრუგაში ყოფილი სტამბა იყო მარჯვენა რულიანები იყო გადაკეთება დამჭირდა მარცხნაზე თითქმის დამჭირდა rulis გადატანა იქ თლიანად თავის 12 და იმითით ну სადღაც დაჯდა ზუსტად 3500 და 4300 თითო მანქანა სამი მანქანა შევიძინა ერთი 3 თვე იანვარში შევიძინა და მარტში აპრილში წამოვიდა უკვე გემით თან თუ რა ბრძანეთ დუბაიში ხდება ეს კი დუბაიში შეიძინეთ 3 ავტომანქანა, გაწიეთ ხარჯი მის გადაკეთებაზე, შემოტანაზე, ტრანსპორტირება და სხვა ხარჯები და მოგაქვთ უკვე გემით საქართველოში. შემდეგ ჩამომყავს თბილისში, მაგ ყველანაირი საბუთები, იქაური დეპარტამენტის უფროსი, პოლიციის უფროსი იძლევა რა, როგორ ჯუმბერ ბუზალაძეს ნება ეძლევა, შეისყიდა პატიოს სარდი და პატიოსად გადაადგილეს თავის ქვეყანაში. ბატონო ჯუმბერ, ამისათვის თქვენ ჩადეთ თქვენი ბინა თბილისში. კი, ბინა საოფისე და შვილის ბინა. ვაჟის თუ ქალიშვილის ბინა, შვილის ბინა, თქვენი ბინა და საოფისე ფართი იმისთვის რომ ეს მანქანები შეგეძინათ. კი. შემოხვედით საქართველოში. მერე რა ხდება? მერე რა ხდება და გადამყავს სტაიანკი და სტაიანკაზე ბარკალაია მეთქო ჩემთან დააღწევა უფრო გაიყიდება ერთი მანქანა უცბად გაიყიდა ბარკალაია ვინ არის ნუ მასაც ჰქონდა პარტნიორივით არა აბა ავტოსადგომი და მაღაზია აქ თბილისში გასაგები ეს მანქანა ერთი უცბად გაიყიდა ეს არის დავაყენე ავტოსადგომზე. სად? რომელ ავტოსადგომზე? დიღომში. დიღომში გიყენიათ ეს ორი მანქანა. მეყენა ამერიკის საელჩო მაშინ მანდ იყო ბაზარი. დიახ იყო იქ. ბარკალაია მოვიდა მოეწონა მასაც მანქანები ესმოდა კარგად და ჩემთან უფრო მალე გაიყიდება. და გაუჯერებენ ახლა და გადავიყვანი ორივე. სად გადაიყვანეთ? ამ ბარკალაიას მიდაში ავტოსადგომში. იგივე ნაბერეზე იქვე თბილისში, კი ბატონო. კი. გადაიყვანეთ. რომელი წელია ეს ბატონო ჯუმბერ, ხომ არ გახსოვს? 2005-ში ხდება. 2005 წელს ხდება ეს ფაქტები. კი ბატონო. შემდეგ რომ მიყვანა ერთი და მეორეც, ხედავ უკვე რაღაც ჩოჩქოლია ძალიან დიდი ამ მისი თანამშრომლების ეგრევე ჩამომართვეს გასაღებები. არა, მეთქი რაშია საკუთარ. აგე საბუთები აგე ინდოეთი აგე გავაბაში კიდევ. არა, სულ შევამოწმოთ. ხოლო მართალი რო ვიყო, მეთქი შეამოწმეთ ადამიანებს. ხო, ურეკავს ერთ-ერთი უფროსი ვინც არის მათი ტელეფონით ეთყობა ზემდგომს. ხო, ეს მანქანა უნდა გადავიყვანოთ იმას, წამოიყვანეო და იმას უთხრა, სხვებს დაგაჭირს, რომ წავიყვანოთ, წავედით. წავედით, გავყევი მე საბიმე და მაშინ სოდი იყო, წინა მხარეს უხენია ორივე, უყურებ ჩემ მანქანას გული გამისხდება. მოდის ბატონი მერაბიშვილი, ხო და მოეწონა და გადავასვა ხელი და ეცინება იქ ერთ მანქანასაც მეორესაც. ნუ დაიწყო ზიება, მე დავუკავშირდი ბატონი ჯონდის. ავიგე რომ მეუღლესთვის უნდა და თოდუას კიდე ნანუკასთვის. ბატონო ჯუმბერ, ესე იგი თქვენ ეს ბარკალაიას რა ერქვა, ხო არ გახსოვთ?
ვინმე გელა ბარკალაია ბატონმა ჯონდიმ გვითხრა სახელი რომელიც ავტოსადგომის მფლობელი იყო. ეს ავტოსადგომი კერძო იყო? კი, კერძო ავტოსადგომის მფლობელი, რომელიც რასაც თქვენ გვიყვებით, ვარაუდი შეიძლება გამოვთქვათ, რომ იყო შეკრული მაშინდელ ვიღაცასთან, თუ საიდან დაუკავშირდა ბარკალაია კოდუას და მერაბიშვილს? არა, კოდუასთან არ ვიცი, დადიოდნენ. შეიძლება ინფორმატორი ყავდათ, რომ ავტოსადგომზე გამოჩნდა მანქანა, თუ რა მოხდა ის აი მაგას ვერ გეტყვით. რაც არ ვიცით, იმაზე ვთქვათ, რომ არ ვიცით. ფაქტია, რომ თქვენ ბატონი გელაბარკალები იყვნენ, ირეოდენ და ჩოჩქოლი ატყდა. რა მანქანები იყო ეს, რა მარკის მანქანა? Toyota Harrier, იაპონური მანქანა. ორივე. კი. Toyota. ორივეზე ატყდა ჩოჩქოლი, გადაგაყვანინეს ერთი ავტოსადგომიდან მეორეზე, ბატონი გელაბარკალაიას. არა, შემინებით გადაბარკალაი მითხრა და ბანანი მეყენა ერთი პიკაპი იყო კიდე. დიახ. ჩამოყვანილი. ხოდა ეს ორი მანქანა ხო წაიყვანეს, პიკაპიც წაიყვანეს. პიკაპიც წაიყვანეს და თქვენი თვალით ნახეთ ვანო მერაბიშვილი და ერეკლე კოდუა. კი, ეს უკვე ძიების დროს ვერა კოდუასთან მქონდა შეხვედრა და საგამომძიებლის უფროსი ვიცი ხო. და ვანო მერაბიშვილს რომ თავისი მეუღლისთვის, თამარ სალაყაიასთვის და ერეკლე კოდუას თავისი მეუღლისთვის ნანული იგივე ნანუკა ჟორჟოლიანისთვის უნდოდა ეს მანქანები და იმიტომ გართმევდნენ. საიდან იცით? საიდან და ერთი გორელს ყავდა, ჩემი მანქანის ნაირი შინდის ფერი, წითელი ფერი. ედავა ვერ წაართვა. მე მომერიადეთ. და ეს კიდე ნანუკა შემოვიდა გამოძიების დროს, შემოვარდა ორი ოპერატორით, გადამიღო, ეთქი ახდება. ეს ჩემი სამი ადვოკატი ვყავდა. და ისინი მიხვდნენ მეცო და მე ვერ მივხვდი უცბად. რომელმაც გამომაცხადა და მე რუსთავის ტელევიზიაში რომ ვარით რომ იაკუზის მაფიოსთა შეკრული, ჩავდივარ იაპონიაში, ვაპარინებ მანქანებს, გადავყავს დუბაიში და დუბაიდან მოვყავს საქართველოში. იაპონურ მაფიასთან ხართ შეკრულიო, ნანუკა ჟორჟოლიანმა გამოგაცხადეთ რუსთავიოსზე და თქვენ მაფიას მოყავდა სამი მანქანა და ეს იყო მთელი მაფიოზობა. თქვენ რომ შემოვარდა ნანული ჟორჟოლიანი კამერით გამომძიებლის ოთახში ამ დროს რა პროცედურა მიმდინარეობდა რაიმე საგამოძიებო? კი, დაკითხვის დროს შემოვარდა. ვინ გკითხავდათ გამომძიებელი თუ ერეკლე კოდუაც ესწრებოდა? გულედანი იყო. მარტო იყო თუ ვინმე თანამდებობის პირიც იყო ოთახში? სამი ჩემი ადვოკატი. თქვენი ადვოკატები და გამომძიებელი. რომელ შენობაში იყო ეს დაკითხვა? ეს საბურთალოზე სოდის შენობაში, სადაც ხელმძღვანელი იყო ქალბატონი ნანულის მეუღლე ერეკლე კოდუა. გასაგებია. გამოგაცხადეს იაპონურ მაფიასთან შეკრულად. შემდეგ რით დამთავრდა ეს დაკითხვა და გამოძიება? კიდე ერთი რამ მოხდა დამატებით. მე ეს მანქანა ვადა გადიოდა და გავაბაჟე. დიახ. რომ ჯარიმები არ მოსულიყო. და ამ დროს რა წაიყვანეს. ეს უკვე გაბაჟებული დაცვარირებული ქონდა და ორ მოგებას თანამშრომლებს იმათაც აკიდეს სროკი. რომ ითომ ფული გადავიხადე და გავაბაჟე. რომელიც მე აუხსენე როგორც მოხდა და რანაირადაც მოხდა გაბაჟება. არასწორად მოხდა განბაჟებაო და არასწორად ისინი დაიჭირეს და მე ჩემთან რომ დაიწყოს მართებაზე ლაპარაკი მე სანამ წამოიყვანით 20 დღეს განბაჟებული მქონდა. ფული ჩარიცხული მქონდა უკვე სალაროში. რატო გააკეთე? იმიტომ გავაკეთე რომ ჯარიმები იყო მაშინ ძალიან. რატომ იჩქარე განბაჟებაო ეს გისაყვეტურეს? იმიტომ ძიებაში გვაქვს. ეს მიზეზი იყო, მე ვის დამთავრდა გამოძიება თქვენ წინააღმდეგ ბატონო ჯუმბერ? ვის დამთავრდა ჯერ ავადმყოფობები ავიკიდა ბევრი. კერძოდ რომელი თუ საიდუმლო არ არის? შაქარი არ გჭირდათ მანამდე? არა,
ისე დავარამზიქ უკვე ამიცია ძალიან. მე რა ყურის ბარაბანი გამისხდა ერთი მეორე ნახევარზე. გულიში სტენდირება ჩამიდგეს 4. დამაინვალიდეს რა თითქოს რა უკვე ფიზიკურად. ნერვიულობისგან. ნერვიულობისგან საპატიმროში იყავით? საპატიმროში ხომ არ მოგახვედრეს? არა, საპატიმროში როგორ ხლა ვიჯექი ერთი წელი. იჯექით. ერთი წელი იჯექით. ერთი წელი. ამ მანქანების გამო რომ ნანული ჟორჟოლიანს და თაკო სალაყაიას ყოლოდათ თქვენი მანქანები იჯექით ციხეში, ამას გვიხსნით? რომელ ციხეში იყავით? მაშინ ორთაჭალაში. ორთაჭალაში. ეს მანქანები ვისი საკუთრება გახდა საბოლოოდ ამ ქალბატონების? არ ვიცი, მე უკვე კოდუას სამინისტროს დარჩა, მათ დარჩა უკვე რომ გახმაურდა. ფაქტია რომ წაგართვეს. გახმაურდა ეს საქმე, ალბათ უკვე პოლიტიკური პარტიის ბატონი ჯონდიც ტელევიზიით ხშირად გამოდიოდით ერთად ახსოვ ყოველ იმაზე ახსენებდა რომელი იყო სახლიც დაკარგეთ, რომელიც ჩადებული გქონდა. სახლები დაკარგეთ, თქვენ და თქვენმა ვაჟმა. კი. ციხეშიც მოხვდით, იმიტომ რომ ნანული ჟორჟოლიანს ყოლოდა მანქანა. და კიდე რა მოხდა? ორი წელი მომისაჯა არაშიძე იყო რუსთავიდან ახალი გადმოყვანილი. 1-3-4 სამართლე შეიცვალა. როცა გარბავში იცვლებოდა. ხოდა გამოიტანა განაჩენი 2 წელი ერთი ჩამითვალეს იქ ყოფნაში და ერთი მიმაგრება ქვია თუ რა ქვია იმას მაძლევენ. და კმაყოფილი ხარ და მეოთხარი არა მირჩევნია შემატრიალეთ ეს ერთი წიგ მოიხადო მეთქი ბარე ხო. და ადრე გამიოქმა ეს ერთი წელი დამიტოვა. პატიმრობის პირობებზე ხომ არ გვეტყვით რამეს? პატიმრობას სიმძიმეები ბევრი იყო. საკანში იყავით რამდენ პირთან ერთად? აქ ჩვენთან იყო 7 საწოლიანი და 4-5 კაცი ყოველთვის ზეტი იყო ხოლმე. თითო საწოლზე 4-5 კაცით ზედმეტი იყო. ანუ თითო საწოლზე ერთის ნაცვლად 6 იყავით, ამას ამბობთ. ხო, ხარ მაგდენი ავდიოდეთ, ხარ როცა გადაყვანა იყო ხოლმე პატიმრების, ცოტა ნაკლები და ასე. საკვები? საკვები შემოგქონდათ. ნუ ნერვიულობთ. თაბორშოვების დამეწყო მაგნერვიულობით და ეხლა საცხოვრობთ ბინები თუ დაკარგეთ მაშინ ამ კრიმინალის გამო? ეხლა მე კაი ვინა მქონდა ქიაჩელზე და ფირმას მივეცი აი მანაც გამოწვალა მაგრა და ბოლო დამჭა 2 ბინა ერთი ისევ სულხიდე მეორე სულხიდე და საბურთალოზე ვარ თავხელიძის ქუჩაზე. გასაგებია. ის ქონება რაც ჩადებული იყო დაკარგეთ. ის მაშინაც დაკარგეთ. ბატონ სოზარს ნებავდა კითხვისას. ეს მანქანა ერთი რომელიც გავყიდო 30,000-ად გაიყიდა და იქ ასე 16,000 წერია თითო მანქანაზე. რულის გადატანა ეს ყველაფერი დამიჯდა 3,500-დან 4,000-მდე დაუშვება. გამბაჟებას მაშინ $2,000 გამოდიოდა ეს ლარები რაც შევიტანე და უცბად გაიყიდა და ესეც ალბათ გაიყიდებოდა რომ დაეცდიათ. გასაგებია ბატონო სოზარ. როდესაც ხელისუფლება შეიცვალა თქვენ პროკურატურაში ხომ არ გიჩივლიათ? იმიტომ რომ რატო გეკითხებით იცით გარდა იმისა რომ საინტერესოა იჩივლეთ თუ არა კომისიისთვის. ერეკლე კოდუას და მისი მაშინდელი მეუღლის ქალბატონი ნანული ჟორჟოლიანის ნანუკაც რომ ეძახის საკუთარ თავს და ასევე ერეკლე კოდუას შვილის მსგავსი ქმედებები მანქანებთან დაკავშირებით ცნობილი სქემა იყო ერთ-ერთ საქმეზე სხვა საქმეზე რომელიც ჩვენს კომისიაში არის შემოტანილი
განაჩენიც არის დამდგარი, როგორ წაართვა სწორედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით ერეკლე კოდუამ თქვენსავით ერთ-ერთ პირს თუ არ ვცდები 2 მანქანა, მინიმუმ 2 მანქანა და ერთ-ერთი მათგანი გაუფორმა თავის შვილს. ანუ იმისთვის რომ ერეკლე კოდუას თავისი ოჯახის წევრები მოემარაგებინა მანქანებით, ის რეალურად, აი ბატონი ჯონდიც საუბრობდა ამაზე, სახელმწიფო რეკეტით იყო დაკავებული. მოცემულმა პირმა იჩივლა და განაჩენია დამდგარი კოდუას წინააღმდეგ. თქვენ ხომ არ გიჩივლიათ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კოდუას და მერაბიშვილის წინააღმდეგ? ესე გამაფრთხილეს, არ გაბედო ტრანსპორტში წასვლა არაფერი. ვინ გაგაფრთხილათ? გამოძიებელმა და ხელისუფლება რომ შეიცვალა, მერე ხომ არ შეგიტანიათ პროკურატურაში საჩივარი? არა, მერე თვითონ დამიძახეს და კობახიძე იყო ჩემი ადვოკატი. და მას ადვოკატს და პროკურორს მოვიდა ჩხუბი. რომ იმისი შოთაძეს ტელეფონი მომეციო. არა, შენი ტელეფონი მომეციო. მე არ ვიძლევი ტელეფონს. გამომძიებელმა პროკურორმა უთხრა. პროკურორმა უთხრა. რაც არ არის გასაკვირი პასუხი. შემდეგ როგორ მე შოთაძე მოვცავ თავის ტელეფონს შევა. ადვოკატმა უთხრა? ხო, ნუ მოვიდა სერიოზული გაწევ გამოწევა, ჩავდრეხე შუაში. თქვენ გაიჭრილეთ შუაში და ადვოკატი შეგეცვალათ. არა, უკვე მეთქი. ისეთი რომელიც ბოდიში და არიბლატავებდა პროკურორს. ახალ შემომხედა მეც იმანეთ ყო. გასაგები. არა უშავს, ჩვენ თქვენ იმისთვის მოგიწვიეთ და მადლობა ბატონ ჯონდის ამისთვის. რომ თქვენ რაც გექნებათ ხელთ მასალები, თუ გექნებათ ასეთი შემორჩენილი, რომ მოგვაწოდოთ, თუ არა და თქვენი დღევანდელი განცხადებები უკვე არის კომისიისთვის მტკიცებულება, ყოველ შემთხვევაში იმდენი მაინც და იმ ხარისხის მაინც, რომ ჩვენ თვითონ შევეცადოთ დოკუმენტების მოპოვებას და იმედი მაქვს, რომ დარჩებით ჩვენთან თანამშრომლობის რეჟიმში. გასაგებია, რომ იმ დიდი ზიანის გამო, რომელიც თქვენ მანქანების წართმევის, სახელმწიფო თანამდებობის პირების მიერ მანქანების წართმევის შედეგად, ციხეში მოხვედრის შედეგად თქვენ ჯანმრთელობას მიადგა, შესაძლებელი შეიძლება არ იყოს ხანგრძლივი დისკუსია დღეს, მაგრამ მადლობას გიხდით, რომ მობრძანდით. და საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გაიაზროს თუ რასთან ქონდა საქმე. ამაზე ბატონი ჯონდიც თავიდან საუბრობდა, რომ ქმარი იყო სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა. ეს გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროს უმნიშვნელოვანესი დანაყოფი. კოდუას მეუღლე ნანული ნანუკა ჟორჟოლიანი იყო რუსთავიორის ჟურნალისტი, რუსთავიორისა, რომელიც თავის მხრივ იყო მიტაცებული და წართმეული კანონიერი მესაკუთრისათვის და ქმარი დაკითხავდა ბატონ ჯუმბერ ბუზალაძეს, წართმევდა რა მანქანებს, ცოლი შემოვარდებოდა ჯერსტი საგამოძიებო მოქმედებისთვის განკუთვნილ ოთახში, ჟურნალისტი ესე ვერ უნდა ვარდებოდეს კამერით, მაგრამ ცოლისთვის როგორც ჩანს ყველაფერი იყო დაშვებული და ამ ცოლმა, რომელიც დღეს ბევრს კაკანებს, ასე ვიტყოდი, ტელევიზიით და არ მხოლოდ ტელევიზიით, ფონდებს ქმნის იმისათვის, რომ ფული გაათეთროს სავარაუდოდ და აფინანსებს გარედან ცდილობს ქვეყანაში მავნებლობები და რევოლუციები დააფინანსოს წარუმატებლად. ის შემოვარდა და თქვენ ყველანაირი უდანაშაულობის პრეზუმპციის მიუხედავად გააშუქა თითქოს თქვენ იყავით იაპონელი მაფიოზი, იაპონელ მაფიოზებთან შეკრული. შემდეგ მოხვდით 1 წლით ციხეში და დაგეზიანდათ ჯანმრთელობა. ეს არის ის ფაბულა, ახალგაზრდებმა რო კარგად მოისმინონ, ვინც ნანული ნანუკა ჟორჟოლიანის ლობიანებს მიირთმევენ ქუჩაში, რომ თქვენ გაგაუბედურათ ამ ოჯახმა. ეს რა თქმა უნდა მოხდება ჩვენს დასკვნაში, მადლობას გიხდით მობრძანებისთვის, წევრებს თუ აქვთ შეკითხვები, ვთხოვთ დასვანეს შეკითხვები. ბატონო ჯონდი, მე მინდა 5 წუთი გამოგიყოთ იმისათვის, რომ
5 წუთი გამოგიყოთ იმისათვის, რომ შეაჯამოთ თქვენი დღევანდელი მობრძანება. მე ერთ პატარა დაზუსტებას გავაკეთებ და თქვენ თუ შემდეგ უკეთესად იტყვით, კარგი იქნება. ის ფასები და ქონებები, რაც თქვენ წარმოადგენთ, არის ჯერ ეს ერთი იმდროინდელი ფასები. დღეს მრავალჯერ არის ის ფასები გაზრდილი. საქართველოს უნივერსიტეტისთვის გიული ალასანია სააკაშვილის დედის მიერ მითვისებული და წართმეული ქონება ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, სხვა ქონებებზე რომ დღეს არაფერი ვთქვათ მეტი, არის მრავალჯერ უფრო დიდი ქონება, ვიდრე მაშინ იყო, უფრო დიდი ღირებულების და ასევე თქვენ რაც წარმოადგენთ, ეს მონაცემები არის სავარაუდოდ ზღვაში წვეთი. უკვე შთამბეჭდავი და მავნებლობის ამსახველი ცხალსახად, მაგრამ ზღვაში წვეთი იმასთან, რაც ამ ოჯახმა რეკეტის გზით და თანამდებობის გამოყენების კრიმინალის გზით წაართვა ხალხს და სახელმწიფოს და ეს არის ის ინფორმაცია, რაც თქვენ ყველანაირი, ასე ვთქვათ, სისტემის ჩაკეტილობის პირობებში გმირობის ფასად მოიპოვეთ, იმიტომ რომ მაშინ მაგალითისთვის ჩვენ რომ ვითხოვდით ინფორმაციას, საჯარო ინფორმაციას, არ ვიყავით რა დეპუტატები. არასდროს ხას ვუსვამ, არასდროს სახელმწიფო უწყებებს საჯარო ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. მე პირადად ვითხოვდი ხოლმე ამ ინფორმაციას როგორც ოპოზიციონერი, სხვა ჩემზე უფრო დიდხანს მებრძოლი კოლეგები ითხოვდნენ, არასდროს არც ერთი სახელმწიფო უწყება, ასეთი იყო სააკაშვილის დავალება, ადეიშვილის ხელმძღვანელობით, საჯარო ინფორმაციას არ გასცემდა. შესაბამისად, თქვენ რაც მოახერხეთ, როგორც ერთმა დეპუტატმა, ის ინფორმაცია წარმოადგინეთ დღეს. ჩვენ უკვე გამოვითხოვეთ თქვენთან როდესაც იგეგმებოდა გასაუბრება. თქვენ მიერ პროკურატურაში 2012 წელს არის შეტანილი საჩივარი, თუ გნებავთ ამას გადმოგცემთ. მოცულობითი 200 გვერდამდე დოკუმენტაცია სააკაშვილის და მისი ასე ვთქვათ 8 ფეხას, სწორედაც რომ მაფიოზური დაჯგუფების ოჯახის წევრების ქონებებთან დაკავშირებით და ეს არის ის, რაც მაშინ მოიპოვეთ. ჩვენი ვალია რომ ეს უკვე სხვანაირად და უფრო მასშტაბურად შევისწავლოთ, იმიტომ რომ მოქალაქეებს არ უნდა ეგონოთ, რომ ეს არის ყველაფერი. ეს არის ზღვაში წვეთი და მართლაც თავდადების შედეგად უიმედობის პირობებში, იმიტომ რომ იყო ოპოზიციის ხვედრი, მაშინ სრული უიმედობა, რომ არა ბიძინა ივანიშვილის სცენაზე გამოსვლა და ჩვენი ყველას გაერთიანება ერთი მიზნის გარშემო. გთხოვთ ბატონო ჯონდი, 5 წუთი და სხდომა უნდა დავხუროთ. დიდი მადლობა. პირველ რიგში გამარტებისთვის გელა ბარკალაია უბრალოდ მეწარმეა და მსხვერპლია. არაფერ შუაში არ არის. ეს არის ავტოსადგომის ფლობელი, სადაც უბრალოდ მიიყვანა ამ მანქანა დააყენა. ეხლა რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, საქმე გაცილებით უფრო უარესად არის, უარესი და უფრო მასშტაბურია ვიდრე ჯუმბერმა ეს აღწერა. 2005 წლის 14 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს სოდის დეპარტამენტი შევიდა ყველა ავტობაზრობაზე, ყველა ავტოსადგომზე და ამოიღო 150 ჯიპის სტილის მანქანა, 150 მანქანა. ანუ მასშტაბი ხო წარმოგიდგენთ ახლა ჩვენ ჯუმბერმა მოყვა მანრაისის მის შესახებ. ამ 150 მანქანაში ყველა ჯიპები იყო, მოყვა ჯუმბერის 3 ჯიპი და 1 ამერიკის მოქალაქის მანქანა იყო ასევე და წარმოიდგინეთ 150-დან 158 ხმის ამოღება ვერ გაბედა. ეხლა მანქანა რო წაართვა კაც კი არა, ცუდად რო გადახედო 9-ჯერ გიჩივლებს ალბათ, ხო? ანუ ამით მე ცუდი კი 9-ჯერ ჩივილი შეიძლება ცუდი იყოს, მაგრამ სისტემას შორის როგორი განსხვავება, ამას მინდა ხაზი გაუსვა. 2 კაცი მოვიდა ჩემთან, ჯუმბერ ბუზალაძე და ეს ამერიკის მოქალაქე. მე განუმარტე ჯუმბერისაც და ამერიკის მოქალაქესაც, რომ ეს იქნება რთული საქმე, ჩემ პოლიტიკოსთან რისთვის მიდიან. მაშინ სხვა პირის, ანუ სხვა 2005 წელს ყველა ხალხის მაგათ ხარეს იყო. ჯერ კიდე არ იყო ეს სახე მიღებული.
და მე ვუთხარი რომ რთული ომი იქნება და დაგიპირისპირდებიან თქო მე მზად ვარ საინფორმაციო ომისთვის და თქვა ჯუმბერმა მითხრა რომ მე რაც ეხლა თქვა რომ მე 3 ბინა ჩავდო 13 შვილი ყავდა იმ მომენტში მას ამათ 13 შვილი უსახკარო დავტოვო მე ანუ რომ ვერ დავიხე უკანო და მზად ვარ ამ ომისთვის იგივე თქვა ამერიკის მოქალაქე მაგრამ მეორე დღეს ეთყობა ან დაუბრუნეს ან მოკლედ ეს იყო პედაგოგი საელჩოს თანამშრომელთა სკოლაში ლექციებს კითხულობდა გესმით ხო ამერიკის შეერთებული შტატების და საელჩოს და მათი ურთიერთობები და ან დაალაგეს გააჩენეს ან დაუბრუნეს ამას ზუსტად ვერ ვიტყვი მოვიდა მითხრა რომ მე გავედი ამ ომიდანო და კი ბატონო ახლა მე რა უფლება მქონდა ხარ დავაძალებდი ჩავატარეთ ბრიფინგი პირველი ბრიფინგი და წამოვიწყეთ საინფორმაციო ომი ხელისუფლების წინააღმდეგ არგუმენტები იმდენად ქვას ხეთქავდა რაც ჩვენ მქონდა პირდაპირ ბანდიტიზმის მაგალითი რაღაც ამან მოყვა ხო მეორე დღეს მე მომიწია ბათუმში წასვლა და მირეკავენ ჩემი იურისტები რომ ჯუმბერს აკავებენო და მე ვთხარ უნდა გაყვედო გამოიყვანოთ მე და აი მიყვებით მაგრამ ჩვენ არ გვატანენო მოკლედ რა მე შევეცადე რომ დავლაპარაკებოდი ვინმეს ესე იგი ვინც იქ ამაში მონაწილეობდა უარის თქვი შემთან სატელეფონო კავშირში მე ბათუმში ვარ მოკლედ მე ვთხარი მაშინ მე მოbrunდებით რომ მოbrunდი ჩამოვედი იმ დღეს ვერ მოასწარი ჩამოსვლა ჯუმბერის სოდის დეპარტამენტში მიიყვანეს ხო განახორციელა ეს 150 მანქანის ამაღება სოდმა პირდაპირ ერეკლე კოდუას ბრძანებით 150 და ჩემი დარწმუნებით პრეზიდენტთან და შინაგან საქმეთა სამინისტრო მინისტრი თვითონ დადიოდა მარამერაბიშვილი ამ თვითონ ღერებულობდა მონაწილეობას და ისე ამის 150 მანქანა ახლა 150 ნემსი ხო არ არის ისე ამოიღოთ რომ პრეზიდენტს ეს არ სოდნოდა ხო გაიგო მე ყოველ შემთხვევაში ჩემი ბრიფინგებიდან მოკლედ ჯუმბერს პირდაპირ ბრალი დაზეს რატომ მიხვედი ჯონი ბაღათურიასთან ამაში და როცა აღკვეთ ღონისძიებას აი ეხლა რასაც მოგიყვებით ეს არის სახე სისტემის როცა აღკვეთ ღონისძიება განიხილებოდა სასამართლოზე ხონდა წარადგინონ რატომ ცდილობენ დაკავებას წარმოადგინეს გადაუთარგმნელი ინგლისურ ენაზე ინტერპოლის მოპარულ მანქანათა სია და აქედან ესეთი შემოხაზული აქვთ ამას რამელი მანქანების მოპარვაშის ბრალი ედება ის მანქანები მე მოვითხოვე გადათარგმნა და ხლა იცოდნენ ჩვენმა იურისტებმა თარგმნა და აღმოჩნდა რომ ეს მანქანები ერთი მინივენია, ერთი სედანია და ამის სამია ჯიპია. ანუ ჭიქა რო გქონდეთ თქვენ და ბოთლი იყოს დაკარგული და ბოთლის კურდომაში ჭიქის ფლობელს რო ბრალი დაგდოთ. და ნუ კურიოზი მოხდა რა სასამართლოს სხდომაზე. ანუ ბრალი ედება ისეთი რაღაცის კურდომაში, რაც ამას არ აქვს. ნიტკიცება ასეთი არსებობს. და არც ქონია. არც ქონია. და შეწყდა სასამართლოს სხდომა, შესვენება გამოაცხადა და მე პროკურორს დაველაპარაკე რა, გვერდზე გავიყვანე და ვთხარი რომ ხო გესმის მეთქი, ამ საქმეს არ დავტოვებ მეთქი რა. და ესენი ასე დიდხანს ვერ შერჩებიან მეთქი და ცოტა უხეშად კი გამომივიდა რომ პასუხის კანონის წინაშე ამის გამო პასუხისგება მოგიწევს მეთქი რა, რო იცოდეთ ხო და კაი კაცი იყო გარდაცვლილი აღარ მინდა გარდაიცვალა მე და მე რას მერჩიო ბატონო ჯონდე მე ვთხარი მინიმუმ ეხლა აღკვეთი ღონისძიება ანუ პატიმრობა არ მოითხოვო თქო და ბრალდება იყოს და კი ბატონო ვიბრძოლოთ ერთმანეთში მაგრამ აღკვეთი ღონისძიება რას ლაპარაკობ დამიჭერენო პროკურორი მეუბნება სიტყვა სიტყვით უნდა გითხრათ ეხლა გაგრძელება როგორ დაგიჭერენ მეთქი და აბა ეს როგორ აყავთ დაჭერილიო საუბარი საქმის პროკურორთან რომელმაც იცოდა აბა ეს როგორ ტყუილად ყავთო დაჭერილიო აი ეს იყო ეს არის სახე როგორი მარსაჟულება გქონდა ჩვენ მაგ დროისთვის მე მინდა წამოგინდოთ დოკუმენტი რომელიც სასამართლოზე წარმოადგინეთ ეს სასამართლოს სისტემა როგორ იყო ბოდიში უბრალოდ უნდა გადავიდეთ ძალიან მოკლედ სააკაშვილი პრეზიდენტიც არ იყო სასამართლო რეფორმები შევადაროთ ახლა როგორ განახორციელა სასამართლო საკადრო რეფორმა ჯერ ფორმალურად პრეზიდენტი არ იყო სახელმწიფო გადატრიალების გით უბრალოდ რაღაც არაფორმალური ბანდიტი იყო ჩეულებული გიჟი რომელიც მე ვარ ყველაფერი საათზე ასე გავხსოთ ეს კადრები საათზე რომ დაიხედა და მოვდივარ სასამართლოში და დამხტეს ჭანტურია ლადო ჭანტურია გადამდგარ და ლადო ჭანტურია გადადგა დაიხედა ამ 15 წუთში მოვდივარ აქ დადიოდა თავის ბანდასთან ეს კრიმინალური ბანდა იყო მე მქონდა სანამ ესენი ამ კრიმინალურ ბანდასთან მიწევდა მე შეჯახებები
როგორც პოლიტიკურ ესენი მოქმედებდნენ მაშინ ძალიან პირდაპირ ბანდიტურად ახლა ჩვეულებრივი კრიმინალები ეს არის დოკუმენტი რომელიც ხშირად არ უთქვამს ამას სანამ იყიდდა ამ მანქანებს ჯუმბერმა მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს დუბაის შინაგან საქმეთა სამინისტროს გაერთიანებული ემირატების შინაგან საქმეთა სამინისტროს იკითხა ამ მანქანების წარმომავლობის კანონიერება მიიღო დასტური ეს კანონიერი მანქანებია ეს დოკუმენტები სასამართლოზე იდო გასაგებია და სასამართლომ მაინც განაჩენი გამოუტანა შემდგომში ნანუკა ჟორჟოლიანი იყო უბრალოდ კატასტროფა როგორ პირველივე მე ჩამოსული ავიყავ ნანუკა ჟორჟოლიანი ჩაერთო ნანული ჟორჟოლიანი როგორც ოფიციალურად მას ქვია პირდაპირ ძალიან ვთხოვთ ახლა რუსთავიორს შეურაცხყოფს ვერ მაგრამ მაშინდელ რუსთავიორზე არის ლაპარაკი ეს უბრალოდ ჩვეულებრივი დანამატი იყო სადამსჯელო რეპრესიული აპარატის რომელიც წოდებული გამარჯვებული ხალხის ტელევიზია რომელიც ჩაერთო ჩვენთან საინფორმაციო ომში ნანუკა ჟორჟოლიანმა ბრალი და არც მეტი არც ნაკლები რაშიც ამათმაც დადეს ბრალი იაპონურ მაფია იაკუზასთან კავშირში და ამას შაქრის და ეხა იმიტომ ვერ ლაპარაკობდა შაქრის დიაბეტი დაემართა ნერვიულობის ნიადაგზე 1000 გვარი მაგრამ ერთი წელზე მეტი მე თუ არ ვცდები არა ერთი წელი ციხეში იჯდა 7 კაციან საგანში სადაც 5-12 კაცი იყო და რიგრიგობით რო იძინებდნენ წარმოიდგინეთ ამასაკის და დიაბეტი დაავადებული ადამიანი მადლობა ბატონო ჯონდი ნიშანდობლივია რომ დღეს ბატონი ლადო ჭანტურია მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო სასამართლოს სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეა საქართველოდან და ბატონი მიხეილ სააკაშვილი ვივამეთში მუშაობს მუმიად ეს კრიმინალი რომელმაც გაუბედურა ჩვენი ქვეყანა და მე ჩვენს თანამებრძოლებთან ერთად მადლობას ვუხდი ქართულ ოცნებას, როგორც პარტიას, როგორც პოლიტიკურ გუნდს, ვინც სათავეში ედგა ამ კომისიის შექმნის იდეას, იმიტომ რომ ეს დასკვნა, რომელიც დაიდება, იქნება მისთვის განაჩენიც მორიგი, იმიტომ რომ ის ვერ შევა ისტორიაში, თუ გვისმენს რო იცოდეს, სააკაშვილი ვერ შევა ისტორიაში, როგორც აღმაშენებელი, ის ვერ შევა ისტორიაში, როგორც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი. ამ დასკვნის საფუძველზე, სადაც ერთ დოკუმენტში იქნება თავმოყრილი თითქმის ყველა ის უბედურება, რომელიც მისი დავალებით, მისი შემოქმედებით თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანას და ბატონი ჯუმბერის მსგავსად არაერთ ოჯახს და თითქმის ყველა ოჯახს. ეს ყველაფერი იქნება ამ დასკვნაში აღწერილი და ის ისტორიაში შევა როგორც ტერიტორიების დამკარგავი, როგორც აგვისტოს ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის საომარ არეალში განზრახ ჩამტოვებელი და გამწირავი, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, რომელმაც საკუთარი ჯარისკაცი და ჯარი გაწირა, გვერდზე გაწია და თვითონ აწარმოა მერაბიშვილთან და შალვა ჯანაშვილთან ერთად, პოლიტიკოსებთან ერთად, გიგი უგულავასთან, ლომაიასთან და სხვებთან ერთად ომი, რომელსაც შეეწირა არაერთი ჯარისკაცი. დაიკარგა 111-ით მეტი სოფელი ცხინვალის რეგიონში. კიდევ უფრო გამყარდა საოკუპაციო ოკუპაციის ვითარება ჩვენს ქვეყანაში და რუსეთმა როგორც ოკუპანტმა სახელმწიფომ სააკაშვილის შემწეობით კიდევ მეტად გაიმყარა ჩვენს ქვეყანაში პოზიციები. სააკაშვილმა რომელმაც დაკარგა დალის ხეობა. აფხაზეთში ეს უზარმაზარი ტერიტორია, რომელიც ერთადერთი იყო იქ მაცხოვრებლების შემწეობით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი. სააკაშვილი შევა ისტორიაში როგორც მწამებელი, მკვლელი და ქონებების რეკეტირი და ბიზნესის მჩაგვრელი, რომელმაც არამც თუ ააშენა სახელმწიფო, რისთვისაც ხალხმა თქვენ ბრძანეთ 2005 წელს ხალხი ჯერ კიდე მის მხარეს იყო. ხალხმა ნდობა გამოუცხადა სახელმწიფოს აშენებისთვის, მან ისიც კი დაანგრია, რაც დახვდა და ააშენა საკუთარ თავსა და ოჯახზე და თავის ბანდაზე მორგებული მაფიოზური სახელმწიფო და დაამყარა სახელმწიფო ტერორი. ამიტომ მისი ადგილი იქაც კი არ არის, სადაც ის არის, ავადმყოფოში. მისი ადგილი არის
საკანში. ბატონმა ალუდა ღუდუშაურმა წეღანა რჩევა მომცა და მინდა ეს რჩევა რა კი გვეჩქარება მისი ნებართვით გავახმოვანო. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ საქართველოს უნივერსიტეტზე, იმ უმსგავსობაზე, რაც გიული ალასანიამ ჩაიდინა, როდესაც თავის შვილთან ერთად, პრეზიდენტთან ერთად სახელმწიფო უნივერსიტეტს, ტექნიკურ უნივერსიტეტს წაართვა ქონება და იქ საკუთარი ბიზნესი მოიწყო. ამ უნივერსიტეტში ძალიან ბევრი სტუდენტი სწავლობს. არაერთი სტუდენტი, დიდი უმრავლესობა იქ უკვე ნასწავლი გამოშვებულების ან ამჟამად მყოფი სტუდენტებისა, ძალიან თავიანთი ოჯახების ბევრი ძალისხმევის შედეგად იმ დიდ თანხებს იხდიან, რომელიც გიული ალასანიას ჯიბეში მიდის, რომ ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილები დადგნენ. ჩვენ მათ რა თქმა უნდა პატივისცემას უდასტურებთ, ბატონი ალუდას რჩევა იყო ეს, რომ საჯაროდ გვეთქვა და ვამბობ ამას კომისიის სახელით, მაგრამ მათ აქვთ უფლება, ცოდნის უფლება. კერძოდ ცოდნის უფლება იმასთან დაკავშირებით, რომ აგვისტოს ომის წინა დღეებში სააკაშვილმა ტექნიკურ უნივერსიტეტს, სახელმწიფო უნივერსიტეტს წაართვა ქონება, მისცა საკუთარ დედას და ამ დედამ იქ შექმნა საკუთარი ბიზნესი და ამას დაერქვა საქართველოს უნივერსიტეტი. იქ მყოფმა სტუდენტებმა, რომლებსაც კიდევ ერთხელ უდასტურებთ პატივისცემას, მათი უფლება ამის შესახებ უბრალოდ იცოდნენ. მადლობა მობრძანებისთვის, ხტომას დახურულად ვაცხადებ და გადავინაცვლოთ პლენარული ხტომის დარბაზში.